თბილისის ცენტრალურ არქივში 2007 წლის დეკემბერში, როდესაც თანამშრომლები ახალ საქაღალდეებს აწესრიგებდნენ, იპოვეს რაღაც, რაც არასოდეს უნდა არსებულიყო. გურამ შარაძის პირადი საქაღალდე, რომელიც თავად პროფესორმა დალუქა 2005 წელს, 6 თვით ადრე, ვიდრე მას მელიქიშვილის გამზირზე მოკლავდნენ. საქაღალდეში იყო ხელნაწერი ჩანაწერები, სადაც ის აღწერდა თავის ბოლო შეხვედრებს უცნობ ადამიანებთან, რომლებიც აფრთხილებდნენ მას, შეწყვიტე, თორემ გვიან იქნება. იყო ფოტოები საეჭვო შეხვედრებისას, სადაც ჩანდა ადამიანები, რომელთა სახელებიც დღესაც არ არის გამჟღავნებული. იყო წერილები უცხოური ფონდებიდან, სადაც მას სთავაზობდნენ ფულს, რომ დაჩუმებულიყო. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ბოლო გვერდის სია 11 ადამიანისა, რომლებსაც პროფესორი თვლიდა ეროვნული ღალატის აგენტებად. ამ სიაში იყო სახელები, რომლებიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში არიან. მაგრამ 50 საათის შემდეგ, რაც ეს საქაღალდე აღმოაჩინეს, ის გაქრა. არქივის დირექტორმა თქვა, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა. მაგრამ სამი თანამშრომელი, რომლებმაც ნახეს ეს დოკუმენტები, დღემდე ამბობენ, ვინმემ ძალიან სწრაფად უნდა დამალოს ის, რაც გურამ შარაძემ იცოდა. ვინ იყო ეს ადამიანები? რატომ უნდა გაქრომოდა ეს მტკიცებულებები? და რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოფიციალურად ეს საქაღალდე არასოდეს არსებობდა? გურამ შარაძე არ იყო ჩვეულებრივი პროფესორი, რომელიც ლექციებს კითხულობდა და სახლში მშვიდად ბრუნდებოდა. ის იყო ადამიანი, რომელიც თავის თავს მიიჩნევდა ქართული იდენტობის ბოლო მცველად იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო სწრაფად იცვლებოდა. 2001 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოდიოდა რეფორმების დროშით, შარაძე ხედავდა რაღაც სულ სხვას, ის ხედავდა კონსპირაციას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ეკლესიის, ენის და ტრადიციების განადგურებას. მისი მტრები ამბობდნენ, რომ ის პარანოიკი იყო, ფანატიკოსი, რომელიც ჩრდილებს ებრძოდა. მაგრამ მისი მიმდევრები და მათ შორის იყვნენ ათასობით ჩვეულებრივი ქართველები, თვლიდნენ, რომ ის იყო ერთადერთი, ვინც გაბედა ესაუბრა იმაზე, რაზეც სხვები ჩუმდნენ. როდესაც ყველა პოლიტიკოსი საუბრობდა დემოკრატიაზე და ევროინტეგრაციაზე, შარაძე ყვიროდა, ეს არის სულიერი ოკუპაცია, ეს არის ჩვენი ეროვნული სულის გაყიდვა. ის არ ეშინოდა დაპატიმრების, არ ეშინოდა მუქარის, არ ეშინოდა იმისა, რომ მას ფანატიკოს უწოდებდნენ. მაგრამ ეშინოდა თუ არა მას სიკვდილის. ეს კითხვა დღემდე რჩება უპასუხოდ. მისი ბიოგრაფია იწყება ჩვეულებრივად. 1951 წლის ოქტომბერში გურიანტაში დაიბადა ბიჭი, რომელსაც სახელად გურამი დაარქვეს. ის იზრდებოდა ჩვეულებრივ საბჭოთა ოჯახში, სადაც ისევე როგორც მილიონობით სხვა ბავშვი, სწავლობდა რუსულ სკოლაში და ოცნებობდა უნივერსიტეტზე. 1963 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დაიწყო მუშაობა იქვე, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ის იყო ნიჭიერი სტუდენტი, შემდეგ ნიჭიერი მასწავლებელი, რომელიც აღფრთოვანებული იყო ქართული ენით და ლიტერატურით. მაგრამ რაღაც მოხდა მის შიგნით, რაღაც, რაც გარდაქმნა მშვიდ აკადემიკოს ბრძოლის მანქანად. შესაძლოა ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, როდესაც ის დაინახა, თუ როგორ იწყებოდა ახალი ეპოქა, სადაც ძველი ღირებულებები ქრებოდა. შესაძლოა ეს იყო პირადი ტრაგედია, რომელზეც ის არასოდეს საუბრობდა საჯაროდ. ან შესაძლოა ის უბრალოდ ნახა რაღაც, რაც სხვებმა ვერ დაინახეს, ნახა, თუ როგორ შემოდიოდა საქართველოში ახალი იდეოლოგია, რომელიც ცვლიდა ყველაფერს. და ამ მომენტიდან გურამ შარაძე გადაწყვიტა, ის არ იქნება მდუმარე მაყურებელი. ის იბრძოლებს. მაგრამ ვის წინააღმდეგ იბრძოდა ის? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი დამოკიდებულია იმაზე, ვის გკითხავთ. თუ გკითხავთ მის მიმდევრებს, ისინი გეტყვიან, ის იბრძოდა გლობალისტების წინააღმდეგ, უცხოური ფონდების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს გადაქცევა დასავლური ექსპერიმენტის ლაბორატორიად. თუ გკითხავთ მის მოწინააღმდეგეებს, ისინი გეტყვიან, ის იბრძოდა პროგრესის წინააღმდეგ, თავისუფლების წინააღმდეგ, თანამედროვეობის წინააღმდეგ. მაგრამ ერთი რამ ნათელია, გურამ შარაძე არ იყო ადამიანი, რომელიც ნახევრად იბრძოდა. როდესაც ის რაღაცას იწყებდა, ის მიდიოდა ბოლომდე. და ეს ბოლომდე მიდის მიდგომა იყო ის, რაც საბოლოოდ მიიყვანდა მას 2007 წლის მაისის 21 დღემდე, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც მისი სიცოცხლე დასრულდა. მაგრამ რა მოხდა იმ დღემდე? რა იყო ის გზა, რომელიც მიიყვანა პროფესორი უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ქუჩის ბრძოლებამდე, ციხიდან საპარლამენტო ტრიბუნამდე და საბოლოოდ სისხლიან ასფალტამდე? ეს არის ისტორია, რომელიც დღემდე აყოფს საქართველოს ორ ნაწილად, მათ, ვინც მას გმირად თვლის და მათ, ვინც მას ფანატიკოსად მიიჩნევს. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გურამ შარაძის უსაფრთხოებაზე მის ბოლო თვეებში, თანახმა გახდა ისაუბროს კამერების წინაშე.
ის არის ყოფილი პოლიციის ოფიცერი, რომელიც 2005 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა პროფესორის დაცვაზე, როდესაც მუქარები უკვე ყოველდღიური გახდა. მისი სახელი დარჩება ანონიმური, რადგან როგორც თავად ამბობს, დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ეს ისტორია გახმაურდეს. მაგრამ ის, რასაც ის გვიყვება, არის ისეთი დეტალები, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ. ის იხსენებს, თუ როგორ იღებდა შარაძე ანონიმურ ზარებს ღამის 2 საათზე, სადაც ხმა უბრალოდ ჩურჩულებდა, შენ მალე მოკვდები. ის იხსენებს, თუ როგორ ამოწმებდა პროფესორი თავის მანქანას ყოველ დილით, ეძებდა ბომბს ძრავის ქვეშ. ის იხსენებს, თუ როგორ ითხოვდა შარაძე, რომ არავის ეთქვა, სად იყო ის წინა საღამოს, რადგან თუ ისინი გაიგებენ, სად ვიყავი, მომკლავენ არა მხოლოდ მე, არამედ იმ ადამიანებსაც. ვინ იყვნენ ისინი? ეს კითხვა რჩება უპასუხოდ, მაგრამ ეს ყოფილი ოფიცერი ამბობს ერთ რამეს ნათლად, გურამ შარაძე იცოდა, რომ მას კლავდნენ. ის არ იცოდა როდის, არ იცოდა როგორ, მაგრამ იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. და მაინც არ გაჩერებულა. რა აიძულებდა ადამიანს, რომელიც იცოდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, გაეგრძელებინა ის, რასაც აკეთებდა? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გასაცემად უნდა დაუბრუნდეთ 1990 წლებში, როდესაც საქართველო ახლახან გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ყველაფერი იყო ქაოსში. ეს იყო დრო, როდესაც ძველი საბჭოთა სისტემა იშლებოდა, მაგრამ ახალი არაფერი იყო აშენებული. ეს იყო დრო, როდესაც ადამიანები არ იცოდნენ, რას ენდონ, ძველ იდეოლოგიას, რომელიც ჩამოინგრა, თუ ახალ იდეებს, რომლებიც შემოდიოდა დასავლეთიდან. და სწორედ ამ მომენტში გურამ შარაძე გამოვიდა თავისი პირველი საჯარო განცხადებით, რომელიც შეცვლიდა მის ცხოვრებას სამუდამოდ. 1990 წლის თებერვალში ის გამოაქვეყნა წერილი გაზეთ ლიტერატურული საქართველოში, სადაც ის აკრიტიკებდა იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობდა ქვეყანაში. მან დაწერა, რომ საქართველო კარგავს თავის სულს, რომ ახალი ხელისუფლება ყიდის ქვეყნის ინტერესებს უცხოელებისთვის, რომ ეკლესია თავს დაესხა. ეს წერილი იყო ბომბი. ზოგიერთებმა მას უწოდეს ერის სინდისის ხმა, სხვებმა ფანატიკოსის ბოდვა. მაგრამ ერთი რამ ნათელი გახდა, გურამ შარაძე აღარ იყო უბრალოდ პროფესორი. ის გახდა სიმბოლო. მაგრამ სიმბოლო რისი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის გკითხავთ. მისი მიმდევრებისთვის ის იყო ადამიანი, რომელიც იცავდა ქართული დენტობას იმ დროს, როდესაც ყველა სხვა ჩუნდა. ის იყო ადამიანი, რომელიც არ ეშინოდა ძლიერების, არ ეშინოდა ფულის, არ ეშინოდა დასავლური ფონდების. მაგრამ მისი მოწინააღმდეგეებისთვის ის იყო საშიში პოპულისტი, რომელიც იყენებდა ადამიანების შიშებს და უსაფრთხოების განცდას, რომ აშენა თავისი პოლიტიკური კარიერა. ისინი ამბობდნენ, რომ შარაძე არ იყო დაინტერესებული რეალური პრობლემების გადაჭრით, ის უბრალოდ ეძებდა მტრებს, რომლებზეც შეეძლო დაბრალება. და მართლაც, თუ დავაკვირდებით შარაძის რიტორიკას, ის ყოველთვის საუბრობდა მტრებზე, უცხოური ფონდები, გლობალისტები, სექტები, ღალატის აგენტები. მაგრამ იყო თუ არა ეს მხოლოდ რიტორიკა? თუ მართლა არსებობდა რაღაც, რაც შარაძე ხედავდა და სხვები არა? ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ეპიზოდი მის ცხოვრებაში იყო მისი ბრძოლა რელიგიურ სექტებთან. 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში გამოჩნდნენ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები, იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები, სხვა პროტესტანტული მოძრაობები. ოფიციალურად ეს იყო რელიგიური თავისუფლების გამოხატულება, რაც დემოკრატიული საქართველოს ნაწილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ გურამ შარაძისთვის ეს იყო შეჭრა. ის ამბობდა, რომ ეს სექტები არიან დაფინანსებული უცხოური ფონდებიდან, რომ მათი მიზანია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დასუსტება, რომ ისინი არიან ნაწილი უფრო დიდი გეგმისა, საქართველოს სულიერი კოლონიზაციისა. და ის არ შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვებით. შარაძე პირადად მონაწილეობდა აქციებში, სადაც ის და მისი მიმდევრები ფიზიკურად აშორებდნენ იეჰოვას მოწმეებს ქუჩებიდან, არღვევდნენ მათ შეხვედრებს, აფრთხილებდნენ მათ, რომ დატოვონ საქართველო. ეს იყო ძალადობა? დიახ. ეს იყო კანონის დარღვევა. დიახ. მაგრამ შარაძისთვის ეს იყო თავდაცვა. ის თვლიდა, რომ როდესაც სახელმწიფო არ იცავს ხალხს, ხალხმა თავად უნდა იკისროს ეს პასუხისმგებლობა. და ათასობით ადამიანი ეთანხმებოდა მას. მაგრამ ყველაზე დიდი სკანდალი მოხდა ბიბლიოთეკის საქმეზე. 2002 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძველი ქართული ხელნაწერები და იკონები გადაჰქონდათ საზღვარგარეთ თურმე რესტავრაციისთვის, მაგრამ ბევრი ეჭვობდა, რომ ეს იყო უბრალოდ საბაბი კულტურული მემკვიდრეობის გაყიდვისთვის. გურამ შარაძე იყო პირველი, ვინც ამაზე საჯაროდ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ეს არის ეროვნული ღალატი, რომ ვინც ამას აკეთებს, ის არის ქართველი ხალხის მტერი.
მან მოითხოვა გამოძიება, მოითხოვა პასუხისმგებლობა, მოითხოვა, რომ ყველა ვინც ამაში მონაწილეობდა დაისაჯოს. მაგრამ არაფერი მოხდა. ოფიციალური ხელისუფლება თქვა, რომ ყველაფერი კანონიერი იყო, რომ ხელნაწერები დაბრუნდებოდა, რომ შარაძე უბრალოდ ქმნიდა პანიკას. მაგრამ შარაძე არ დაჩუმებულა. ის განაგრძობდა საუბარს, განაგრძობდა ბრძოლას, განაგრძობდა ბრალდებას. და სწორედ ამ მომენტიდან მისი მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. თუ ადრე მას თვლიდნენ უბრალოდ ექსცენტრიულ პროფესორად, ახლა ის გახდა პრობლემა. ის გახდა ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს იცოდა და ძალიან ხმამაღლა საუბრობდა. და როდესაც ადამიანი ხდება პრობლემა ძალაუფლებისთვის, რა ხდება მაშინ? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი მოდის 2007 წლის მაისში. ერთი კვირით ადრე, ვიდრე გურამ შარაძის სიკვდილს, მოხდა რაღაც, რაც არასოდეს აღინიშნა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში. უცხოელი ადამიანი ჩამოვიდა თბილისში, ჩამოვიდა ღამით, პირდაპირ რეისით, რომელიც არ იყო გეგმაში. ის გაატარა 1 საათი პროფესორის ოფისში, უნივერსიტეტის შენობაში და გავიდა მისალმების გარეშე. მოწმეები, 2 დამლაგებელი, რომლებიც იმ დროს მუშაობდნენ შენობაში, ამბობენ, რომ შარაძე გამოვიდა ოფისიდან თეთრი როგორც ქაღალდი. ის არ ესაუბრა არავის იმ საღამოს, წავიდა სახლში და არ გამოჩენილა 2 დღის განმავლობაში. მისი ახლობლები ამბობენ, რომ იმ 2 დღის განმავლობაში შარაძე წერდა რაღაცას, წერდა ხელით, ფურცლებზე, რომლებიც შემდეგ დაწვა. რა იყო ის, რასაც ის წერდა? რა ეთქვა მას იმ უცხოელმა ადამიანმა? შესთავაზეს თუ არა მას გადარჩენა, ემიგრაცია, ფული, ახალი ცხოვრება სადმე შორს საქართველოდან. თუ პირიქით, ეს იყო გაფრთხილება, ბოლო შანსი, რომ გაჩუმებულიყო? ვინ იყო ეს ადამიანი, რუსული სპეცსამსახურების აგენტი, ამერიკული დაზვერვის წარმომადგენელი, თუ ვიღაც კიდევ უფრო ძლიერი? დღემდე არავინ იცის. მაგრამ ერთი რამ ნათელია, იმ შეხვედრის შემდეგ გურამ შარაძემ იცოდა, რომ მისი დრო ამოიწურა. მაგრამ რატომ? რატომ უნდა მოკლა ვინმე პროფესორი, რომელიც უბრალოდ საუბრობდა? ეს არის კითხვა, რომელზეც ოფიციალური პასუხი არის პირადი შურისძიება. 2007 წლის 21 მაისს გურამ შარაძე მოკლეს მელიქიშვილის გამზირზე. მკვლელი იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც, როგორც თქვეს, პირადი ანგარიში ჰქონდა პროფესორთან. ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ ეს იყო კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა რამდენიმე თვით ადრე, როდესაც შარაძე აკრიტიკებდა ამ ახალგაზრდას საჯაროდ. მაგრამ ბევრი ადამიანი არ სჯერა ამ ვერსიას. ისინი ამბობენ, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომ ეს ახალგაზრდა იყო მხოლოდ იარაღი, რომელიც გამოიყენეს იმისთვის, რომ მოეკლათ ადამიანი, რომელიც ძალიან საშიში გახდა. მაგრამ ვინ შეუკვეთა? ეს არის კითხვა, რომელზეც არსებობს ათობით თეორია, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება. ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ელიტა, რომელსაც შარაძე აკრიტიკებდა. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო უცხოური სპეცსამსახურები, რომლებსაც არ სურდათ, რომ შარაძე გაეგრძელებინა თავისი კამპანია უცხოური ფონდების წინააღმდეგ. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ბიზნეს ინტერესები, რომლებიც შარაძე ხელს უშლიდა. მაგრამ ჭეშმარიტება არის ის, რომ ჩვენ არასოდეს გავიგებთ. რადგან გამოძიება დაიხურა სწრაფად, მკვლელი დააპატიმრეს და საქმე დასრულდა. მაგრამ დასრულდა თუ არა? გურამ შარაძის სიკვდილის შემდეგ მისი მოძრაობა, ენა, მამული, სარწმუნოება არ გაქრა. პირიქით, ის გაძლიერდა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, მოითხოვეს სამართლიანობა, მოითხოვეს რეალური გამოძიება, მოითხოვეს, რომ ვინც მოკლა შარაძე, დაისაჯოს. მაგრამ არაფერი მოხდა. ხელისუფლება თქვა, რომ ყველაფერი გაკეთდა კანონის ფარგლებში, რომ მკვლელი დაისაჯა, რომ საქმე დახურულია. მაგრამ შარაძის მიმდევრებისთვის ეს არ იყო დასასრული. ეს იყო დასაწყისი. დასაწყისი იმისა, რაც მათ უწოდეს ბრძოლა ჭეშმარიტებისთვის. და ეს ბრძოლა გრძელდება დღემდე. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ გურამ შარაძე იყო წინასწარმეტყველი, რომელიც ხედავდა იმას, რაც ახლა ხდება საქართველოში. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი, რაზეც ის აფრთხილებდა, უცხოური გავლენა, ეროვნული იდენტობის და კარგო ტრადიციების განადგურება, ყველაფერი ეს ხდება ახლა. და ისინი ამბობენ, რომ თუ ჩვენ მაშინ მოусმინეთ მას, შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. მაგრამ მართალი იყო თუ არა ის? ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს მარტივი პასუხი. თუ დაუბრუნდებით იმას, რასაც შარაძე ამბობდა, ბევრი რამ ჟღერს როგორც კონსპირაციული თეორია. ის საუბრობდა გლობალისტებზე, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიოს. ის საუბრობდა ფონდებზე, რომლებიც ცდილობენ განადგურონ ეროვნული სახელმწიფოები.
ის საუბრობდა სექტებზე, რომლებიც არიან ნაწილი უფრო დიდი გეგმისა. ბევრი ამ რამისთვის არ არსებობს მტკიცებულება. მაგრამ ამავე დროს თუ დავაკვირდებით იმას, რაც მოხდა საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში, ბევრი რამ, რაზეც შარაძე საუბრობდა, მართლა მოხდა. უცხოური ფონდები მართლაც შემოვიდნენ საქართველოში და დაიწყეს მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე. ეკლესიის გავლენა მართლაც შემცირდა. ტრადიციული ღირებულებები მართლაც შეიცვალა. ეს ნიშნავს თუ არა, რომ შარაძე მართალი იყო? ან ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ეშინოდა ცვლილებების და ცდილობდა შეენარჩუნებინა ძველი წესრიგი? ეს არის კითხვა, რომელზეც თითოეული ადამიანი თავად უნდა უპასუხოს. მაგრამ ერთი რამ უდავოა, გურამ შარაძე იყო ადამიანი, რომელიც არ ეშინოდა. ის არ ეშინოდა ძალაუფლების, არ ეშინოდა მუქარის, არ ეშინოდა იმისა, რომ მას უწოდებდნენ ფანატიკოს ან გიშს. ის სჯეროდა იმისა, რაც ამბობდა და იყო მზად გადაეხადა ნებისმიერი ფასი ამ რწმენისთვის. და საბოლოოდ მან გადაიხადა უმაღლესი ფასი, თავისი სიცოცხლე. მაგრამ იყო თუ არა ეს ღირებული? იყო თუ არა მისი ბრძოლა გმირობა თუ სისულელე? იყო თუ არა ის ეროვნული გმირი თუ საშიში ფანატიკოსი? ეს არის კითხვები, რომლებზეც საქართველო დღემდე ეძებს პასუხებს. და შესაძლოა ჭეშმარიტება არის სადღაც შუაში, შესაძლოა გურამ შარაძე იყო ორივე. იყო ადამიანი, რომელიც გულწრფელად სჯეროდა, რომ იცავდა თავის ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს იყო ადამიანი, რომლის მეთოდები იყო ხშირად ძალადობრივი და არატოლერანტული. იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა რეალურ საფრთხეებს, მაგრამ ამავე დროს ხედავდა საფრთხეებს იქაც, სადაც ისინი არ არსებობდა. იყო ადამიანი, რომელიც იყო ერთდროულად გმირი და ტრაგედია. და ეს არის ის, რაც ხდის მის ისტორიას ასე რთულს და ასე მნიშვნელოვანს დღევანდელი საქართველოსთვის. ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომლის ხელები დღესაც კანკალებს 35 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი შარაძის შიდა წრიდან საუბრობენ პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით შარაძის ბოლო დღეების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, ვუწოდოთ მას ალექსი, იყო პროფესორის პირადი მძღოლი 2005 წლიდან. ის იხსენებს, თუ როგორ ატარებდა შარაძე ყოველდილას პატარა ნოტბუქს, სადაც წერდა ყველაფერს, ვინ რა თქვა, ვინ სად იყო, ვინ ვისთან შეხვდა. ის იყო ობსესიური ამ ჩანაწერებით, ამბობს ალექსი. ყოველ საღამოს სახლში დაბრუნების შემდეგ ის ხელახლა გადაწერდა ყველაფერს სპეციალურ დღიურში, რომელსაც ინახავდა სეიფში. ის მეუბნებოდა, ალექსი, თუ მე რამე მომხდება, ეს დღიური უნდა მიაღწიოს კონკრეტულ ადამიანს. მაგრამ არასოდეს მითხრა, ვინ იყო ეს ადამიანი. მეორე მოწმე, ქალი, რომელიც მუშაობდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და ეხმარებოდა შარაძეს კვლევებში, იხსენებს უცნაურ ეპიზოდს 2006 წლის ნოემბერში. პროფესორი შემოვიდა ბიბლიოთეკაში გვიან საღამოს, როდესაც უკვე ყველა წასული იყო. მან მომთხოვა ძველი გაზეთები 1990-იანი წლებიდან, კონკრეტულად სტატიები ჯორჯ სოროსის ფონდის შესახებ. ის კითხულობდა მათ საათობით, აკეთებდა ფოტოებს, წერდა ჩანაწერებს. შემდეგ მითხრა, თუ ვინმე მოვა და იკითხავს, რას ვეძებდი, უთხარი, რომ ვკითხულობდი ძველ ლიტერატურულ კრიტიკას. არავის უთხრა სიმართლე. მესამე მოწმე, ყოფილი პარლამენტის წევრი, რომელიც მუშაობდა შარაძესთან ერთად, ყვება ყველაზე შოკის მომგვრელ დეტალს. 2007 წლის აპრილში გურამი მომიკითხა პირადად. მან მითხრა, მე ვიცი, ვინ მომკლავს და როდის. მე ვკითხე, როგორ იცი? მან უპასუხა, რადგან მათ უკვე შემომთავაზეს ფული, რომ გავჩუნდე. ბევრი ფული. მაგრამ მე უარი ვუთხარი. და როდესაც უარს ეუბნები ამ ადამიანებს, შენ იცი რა მოხდება. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა თანხა შესთავაზეს პროფესორს? და რატომ არ მიიღო ის ფული, რომელმაც შესაძლოა გადაერჩინა სიცოცხლე? პასუხი ამ კითხვებზე მოითხოვს, რომ გავიგოთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გურამ შარაძის შესახებ. ის არ იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო კომპრომისი. მისთვის სამყარო იყო გაყოფილი შავზე და თეთრზე, მტრებზე და მოკავშირეებზე, ღალატზე და ერთგულებაზე. არ არსებობდა ნაცრისფერი ზონა, არ არსებობდა შუალედური პოზიცია. და ეს მიდგომა ჩანდა ყველაფერში, რასაც ის აკეთებდა. როდესაც ის საუბრობდა უცხოურ ფონდებზე, ის არ ამბობდა ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს პრობლემური, ის ამბობდა, ყველა მათგანი არის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. როდესაც ის საუბრობდა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ის არ ამბობდა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა, ის ამბობდა, ისინი არიან ღალატის აგენტები.
ეს რადიკალიზმი აძლევდა მას ძალას, ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, რისი გაკეთება უნდა და არ ეჭვობდა. მაგრამ ამავე დროს ეს რადიკალიზმი აქცევდა მას მიზნად. რადგან როდესაც შენ ამბობ, რომ ყველა ვინც შენთან არ ეთანხმება, არის მტერი, შენ ქმნი ძალიან ბევრ მტერს. და ზოგიერთი ამ მტრებიდან არ იყო უბრალოდ პოლიტიკური ოპონენტები, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ რეალური ძალაუფლება, რეალური ფული, რეალური мотивация, რომ მოეშორებინათ შარაძე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი შარაძის ბრძოლაში იყო მისი ფოკუსი ჯორჯ სოროსის ფონდზე. 2000-იანი წლების დასაწყისში სოროსის ფონდი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში. ოფიციალურად ისინი აფინანსებდნენ განათლების პროგრამებს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, მედიის თავისუფლებას. მაგრამ შარაძისთვის ეს იყო ფასადი. ის ამბობდა, რომ სოროსის რეალური მიზანი იყო საქართველოს გადაქცევა დასავლური ექსპერიმენტის ლაბორატორიად, სადაც ტრადიციული ღირებულებები ჩანაცვლდებოდა ლიბერალური იდეოლოგიით. ის ამბობდა, რომ სოროსის ფული მიდიოდა არა განათლებაზე, არამედ ინდოქტრინაციაზე, ახალგაზრდების სწავლებაზე, რომ ეროვნული იდენტობა არის ძველმოდური, რომ რელიგია არის ბნელეთი, რომ ტრადიციული ოჯახი არის რეპრესიული. და ის არ იყო მარტო ამ მოსაზრებაში. ათასობით ქართველი იზიარებდა მის შიშებს, ხედავდნენ, თუ როგორ იცვლებოდა საზოგადოება და ეშინოდათ, რომ ეს ცვლილებები მიდიოდა არასწორი მიმართულებით. მაგრამ შარაძე წავიდა უფრო შორს, ვიდრე უბრალოდ კრიტიკა. ის დაიწყო კონკრეტული ადამიანების დასახელება, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ სოროსის ფონდთან, ადამიანები, რომლებიც იღებდნენ გრანტებს, ადამიანები, რომლებიც მისი აზრით იყვნენ ნაწილი უფრო დიდი კონსპირაციისა. და ეს იყო მომენტი, როდესაც ყველაფერი გახდა პირადი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში. თქვენ გჯერათ, რომ აკეთებთ კარგ საქმეს, ეხმარებით ადამიანებს, ავითარებთ დემოკრატიას, იბრძვით კორუფციის წინააღმდეგ. და მერე ერთ დღეს თქვენ ხედავთ, რომ გურამ შარაძე საჯაროდ გაძახებთ ეროვნული ღალატის აგენტს. ის ამბობს, რომ თქვენ იღებთ უცხოურ ფულს, რომ გაანადგუროთ საქართველო. ის ამბობს, რომ თქვენ ხართ ნაწილი გლობალისტური შეთქმულებისა. და მისი ათასობით მიმდევარი გჯერათ მას. ისინი იწყებენ თქვენი დევნას სოციალურ ქსელებში, იწყებენ მუქარას, იწყებენ თქვენი ოჯახის შევიწროებას. რას იზამთრით? ზოგიერთი ადამიანი დაჩუნდა, შეწყვიტა მუშაობა, გადავიდა სხვა სფეროში. მაგრამ სხვები გადაწყვიტეს, რომ შარაძე უნდა გაჩუმებულიყო. და ისინი ჰქონდათ რესურსები ამის გასაკეთებლად. ჰქონდათ კავშირები ხელისუფლებაში, ჰქონდათ ფული, ჰქონდათ мотивация. და ყველაზე მთავარი, ჰქონდათ განცდა, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლი უსამართლო თავდასხმისა. ეს არის ის, რაც ხდის შარაძის ისტორიას ასე ტრაგიკულს, ორივე მხარე თვლიდა, რომ იბრძოდა სიკეთისთვის. ორივე მხარე თვლიდა, რომ მეორე მხარე იყო მტერი. და ამ ორმხრივმა დარწმუნებამ გამოიწვია ის, რაც მოხდა 2007 წლის მაისში. მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხშირად იგნორირებულია შარაძის ისტორიაში, ფული. ან უფრო სწორად, ფულის არარსებობა. გურამ შარაძე არ იყო მდიდარი ადამიანი. ის იყო უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის ხელფასი იყო რამდენიმე ასეული ლარი თვეში. ის ცხოვრობდა მოკრძალებულ ბინაში, დადიოდა ძველ ტანსაცმელში, არ ჰქონდა მანქანა, მისი მძღოლი ალექსი იყენებდა ძველ ჟიგულს, რომელიც ხშირად ჩაშლილიყო. მაგრამ ამავე დროს შარაძე იბრძოდა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცხოვრობდნენ სულ სხვა სამყაროში. წარმოიდგინეთ კონტრასტი, ერთი მხრივ პროფესორი, რომელიც ის თავის პატარა ოფისში, წერს ხელით ჩანაწერებს, ზოგავს ფულს ავტობუსის ბილეთზე. მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო ფონდებში, დადიან კოსტიუმებში, რომლებიც ღირს მთელთვის ხელფასი, მგზავრობენ საზღვარგარეთ, ცხოვრობენ ვილებში ვაკეში. ეს კონტრასტი არ იყო მხოლოდ ეკონომიკური, ეს იყო სიმბოლური. შარაძისთვის ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ გაყიდული. ის ამბობდა, როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა ქართველმა, რომელიც მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, ჰქონდეს ასეთი ცხოვრების დონე. საიდან მოდის ეს ფული? და პასუხი მისი აზრით იყო ნათელი, ისინი იღებდნენ ფულს უცხოელებისგან, რომ ღალატი ჩაედინათ საკუთარი ქვეყნის მიმართ. მაგრამ იყო თუ არა ეს სიმართლე? თუ ეს იყო უბრალოდ შარაძის პარანოია, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ ადამიანები შეიძლება ჰქონდეთ წარმატება მისი კონსპირაციული თეორიების გარეშე? პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ნახავთ, როდესაც შეხედავთ დღევანდელ საქართველოს.
თუ შეხედავთ და დაინახავთ ქვეყანას, რომელიც განვითარდა, გახდა უფრო დემოკრატიული, უფრო თავისუფალი, უფრო ინტეგრირებული ევროპულ სივრცეში, მაშინ შარაძე ცდებოდა. მაგრამ თუ შეხედავთ და დაინახავთ ქვეყანას, რომელმაც დაკარგა რაღაც მნიშვნელოვანი, დაკარგა ტრადიციები, დაკარგა ერთიანობა, დაკარგა იდენტობა, მაშინ შესაძლოა შარაძე რაღაცაში მართალი იყო. და ეს არის ის, რაც ხდის მის ისტორიას ასე აქტუალურს დღეს. რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ ბრძოლის შედეგებში, რომელიც შარაძე იბრძოდა. ჯერ კიდევ ვკამათობთ იმავე კითხვებზე, რა არის ეროვნული იდენტობა. როგორ უნდა დავიცვათ ტრადიციები თანამედროვე სამყაროში. სად არის ზღვარი უცხოური გავლენასა და ღალატს შორის? და ამ კითხვებზე პასუხი არ არის მარტივი, რადგან თუ იყო მარტივი, გურამ შარაძე არ მოკვდებოდა მელიქიშვილის გამზირზე 2007 წლის მაისში. გურამ შარაძის პირად სეიფში, რომელიც გაიხსნა მისი სიკვდილის შემდეგ, იპოვეს დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა, რომ პროფესორი იტანჯებოდა მძიმე დეპრესიით ბოლო 2 წლის განმავლობაში. ის იღებდა ძლიერ ანტიდეპრესანტებს, რომლებიც ეწერებოდა კერძო ფსიქიატრის მიერ, რომელიც არასოდეს არ გამჟღავნებულა საჯაროდ. ამ დოკუმენტებში იყო ჩანაწერები პროფესორის მდგომარეობის შესახებ, პაციენტი აჩვენებს პარანოიდულ ტენდენციებს, პაციენტი ამბობს, რომ მას აკვირდებიან, პაციენტი ვერ ძინავს, ეშინია, რომ მოკლავენ. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ბოლო ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 2007 წლის აპრილში, ერთი თვით ადრე, ვიდრე მკვლელობას, პაციენტმა შეწყვიტა მედიკამენტების მიღება. ამბობს, რომ მას სჭირდება ნათელი გონება იმისთვის, რაც აპირებს. როდესაც ვკითხე, რას გეგმავს, უპასუხა, ვაპირებ, თქვა ის, რაც უნდა ითქვას, მიუხედავად შედეგებისა. რა იყო ის, რაც შარაძე აპირებდა თქმას? რატომ შეწყვიტა მედიკამენტები, რომლებიც ეხმარებოდა? და ყველაზე მთავარი, იყო თუ არა მისი პარანოია რეალური საფრთხის რეაქცია, თუ ფსიქიკური დაავადების სიმპტომი. ეს კითხვები ცვლის ყველაფერს, რასაც ვიცით შარაძის ბოლო თვეების შესახებ. სამედიცინო ისტორია გურამ შარაძისა არის ის ასპექტი, რომელზეც არავინ საუბრობს, მაგრამ რომელიც შესაძლოა არის გასაღები მთელი ამბის გასაგებად. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მუდმივ სტრესში, ყოველდღიურად იღებს მუქარებს, ყოველდღიურად ებრძვის ძლიერ მტრებს, ყოველდღიურად ცხოვრობს იმ შიშში, რომ შეიძლება მოკლან. როგორ მოქმედებს ეს ადამიანის ფსიქიკაზე? როგორ იცვლება მისი აღქმა რეალობისა? და სად არის ზღვარი გონივრულ სიფრთხილესა და პარანოიდულ ბოდვას შორის? შარაძის ფსიქიატრი, რომელიც დღემდე რჩება ანონიმური, ერთხელ ჩაწერა თავის ჩანაწერებში, პაციენტი ვერ განასხვავებს რეალურ საფრთხეს წარმოსახვისგან. ყველაფერი, რაც ხდება მის გარშემო, ის განმარტავს როგორც კონსპირაციის ნაწილს. როდესაც ვეცადე ავუხსნა, რომ ზოგიერთი რამ შეიძლება იყოს უბრალოდ შემთხვევითობა, ის გაბრაზდა და თქვა, რომ მეც ვარ ნაწილი სისტემისა. ეს ჩანაწერი აჩენს რთულ კითხვას, იყო თუ არა გურამ შარაძე ფსიქიკურად ავად ადამიანი, რომელიც ხედავდა მტრებს იქ, სადაც ისინი არ იყვნენ. თუ იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა რეალურ საფრთხეს, რომელსაც სხვები უგულებელყოფდნენ? პასუხი ამ კითხვაზე შესაძლოა არის ორივე. შესაძლოა შარაძე მართლაც იტანჯებოდა პარანოიდული აშლილობით, მაგრამ ამავე დროს მართლაც იყო რეალური საფრთხე მის სიცოცხლისთვის. ეს არ არის წინააღმდეგობა, ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც ადამიანები, რომლებიც იტანჯებოდნენ პარანოით, მართლაც იყვნენ დევნილები. მაგრამ ეს ორმაგი რეალობა ხდის შარაძის ისტორიას კიდევ უფრო ტრაგიკულს. რადგან თუ ის მართლაც იყო ავად, მაშინ ის საჭიროებდა დახმარებას, არა მტრობას. მაშინ ის საჭიროებდა მკურნალობას, არა პოლიტიკურ ბრძოლას. მაგრამ ვინ უნდა ეხმარა მას? მისი მიმდევრები, რომლებიც ხედავდნენ მას როგორც გმირს და არა როგორც ავად ადამიანს. მისი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ხედავდნენ მას როგორც საფრთხეს და არა როგორც მსხვერპლს. თავად სახელმწიფო, რომელიც უნდა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მაგრამ რომელიც შარაძეს თვლიდა პრობლემად. არავინ არ დაეხმარა მას. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ასპექტი ამ ისტორიისა. მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა შარაძის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მარტოობა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა ათასობით მიმდევარი, შარაძე იყო ღრმად მარტოხელა ადამიანი. ის არ იყო დაქორწინებული, არ ჰყავდა შვილები, არ ჰყავდა ახლო ოჯახი. მისი ცხოვრება იყო მისი ბრძოლა, არაფერი მეტი. და ეს ბრძოლა მას ჭამდა შიგნიდან. ერთ-ერთი მისი ახლო მეგობარი, რომელიც ასევე რჩება ანონიმური, იხსენებს საუბარს, რომელიც ჰქონდათ 2006 წლის ზამთარში. გურამი მითხრა, ზოგჯერ ვფიქრობ, ღირს თუ არა ეს ყველაფერი.
ფიქრობ, რა მოხდებოდა, რომ მე უბრალოდ გავჩუმებულიყავი, გამეგრძელებინა ჩემი ლექციების კითხვა, მეცხოვრა მშვიდი ცხოვრება. მაგრამ შემდეგ ვხედავ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ვიცი, რომ ვერ გავჩუმდები. ვერ ვიქნები მდუმარე მაყურებელი, როდესაც ჩემი სამშობლო იღუპება. ეს იყო შარაძის ტრაგედია, ის არ შეეძლო გაჩუმება, მაშინაც კი, როდესაც ეს გაჩუმება შესაძლოა გადაერჩინა სიცოცხლე. ის იყო თქვენ თავისი საკუთარი რწმენისა, თქვენ თავისი საკუთარი პრინციპებისა, თქვენ თავისი საკუთარი ხედვისა იმისა, თუ რა უნდა ყოფილიყო საქართველო. და ეს ხედვა იყო ძალიან კონკრეტული. შარაძე ოცნებობდა საქართველოზე, რომელიც იქნებოდა ძლიერი და მოუკიდებელი ერთგული თავის ტრადიციებისადმი. ის ოცნებობდა ქვეყანაზე, სადაც ეკლესია იქნებოდა ძლიერი, სადაც ოჯახური ღირებულებები იქნებოდა დაცული, სადაც ქართული ენა და კულტურა იქნებოდა პრიორიტეტი. მაგრამ ის ასევე ოცნებობდა საქართველოზე, რომელიც იქნებოდა დახურული უცხოური გავლენისგან, რომელიც იქნებოდა ეჭვიანი ყველაფრის მიმართ, რაც მოდიოდა გარედან, რომელიც იქნებოდა იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან. და ეს იყო პრობლემა, რადგან თანამედროვე სამყაროში ასეთი იზოლაცია შეუძლებელია. ქვეყნები არიან ურთიერთდაკავშირებული, ეკონომიკები არიან ინტეგრირებული, კულტურები არიან შერეული. და ცდა, რომ შეინარჩუნოს სრული დამოუკიდებლობა და სრული იზოლაცია, არის ცდა, რომელიც განცირულია წარუმატებლობისთვის. მაგრამ შარაძე არ ხვდებოდა ამას. ან უფრო სწორად, ის არ სურდა ამის გაგება. მისთვის კომპრომისი იყო ღალატი. და ეს უკომპრომისო პოზიცია იყო ის, რაც საბოლოოდ მოკლა მას. მაგრამ იყო თუ არა ალტერნატივა. შეეძლო თუ არა შარაძეს ებრძოლა თავისი იდეებისთვის სხვა გზით, უფრო რბილად, უფრო დიპლომატიურად, უფრო პრაგმატულად. შესაძლოა დიახ. მაგრამ მაშინ ის აღარ იქნებოდა გურამ შარაძე. ის იქნებოდა კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც აკეთებს კომპრომისებს, რომელიც თამაშობს სისტემის წესებით, რომელიც ცვლის თავის პრინციპებს ძალაუფლების მისაღწევად. და შესაძლოა სწორედ ეს იყო შარაძის ძალა, ის არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსი. ის იყო ადამიანი, რომელიც სჯეროდა იმისა, რასაც ამბობდა და იყო მზად გადაეხადა ნებისმიერი ფასი ამ რწმენისთვის. და ეს რწმენა, ეს უკომპრომისობა, ეს სიმტკიცე, ეს იყო ის, რაც აქცევდა მას სიმბოლოდ. სიმბოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათი ხმა არ ისმოდა, რომ მათი შიშები იგნორირებული იყო, რომ მათი ღირებულებები უგულებელყოფილი იყო. და სწორედ ამიტომ, მიუხედავად ყველა მისი ნაკლისა, მიუხედავად მისი რადიკალიზმისა, მიუხედავად მისი შესაძლო ფსიქიკური პრობლემებისა, გურამ შარაძე რჩება მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. რადგან ის წარმოადგენს რაღაცას, რაც ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში, შიში უცხოურისგან, სურვილი შენარჩუნდეს იდენტობა, ბრძოლა იმისთვის, რაც მიიჩნევა სწორად, მიუხედავად შედეგებისა. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი 12 ადამიანისგან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი გურამ შარაძის შესახებ, ყოველი საიდუმლო, ყოველი გეგმა, ყოველი შიში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა გაირჩიოთ, შეინარჩუნოთ ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. 2007 წლის აპრილში ეს 12 ადამიანი გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა აიძულა მათ გაეღალატათ ადამიანი, რომელსაც ემსახურებოდნენ? ერთ-ერთი მათგანი, ვუწოდოთ მას დავითი, დღეს საუბრობს პირველად. ის იყო შარაძის უსაფრთხოების გუნდის წევრი, ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა მოძრობა, ყველა შეხვედრა, ყველა გეგმა. და ის ამბობს რაღაცას, რაც შეცვლის ყველაფერს, ჩვენ არ გაუღალატეთ გურამს. ჩვენ ვეცადეთ გადაგვერჩინა ის. მაგრამ ის არ სურდა გადარჩენა. ის სურდა მარტვილობა. დავითი იხსენებს შეხვედრას, რომელიც მოხდა 2007 წლის მარტში, სადაც შარაძის უსაფრთხოების გუნდმა შეეცადა დაერწმუნებინა პროფესორი, რომ დროებით დაეტოვებინა საქართველო. ჩვენ ვუთხარით, გურამ, შენ გაქვს ინფორმაცია, რომელიც საშიშია ძალიან ძლიერი ადამიანებისთვის. ისინი არ დაგიშვებენ, რომ ეს ინფორმაცია გახდეს საჯარო. წადი რამდენიმე თვით, დაელოდე სანამ სიტუაცია დამშვიდდება, შემდეგ დაბრუნდი. მაგრამ ის უარი თქვა. მან თქვა, თუ მე გავიქცევი, ეს იქნება ჩემი დამარცხება. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი მართლები არიან და მე ვცდები. მე არ გავიქცევი. ეს უარი იყო გადამწყვეტი მომენტი. რადგან იმ მომენტიდან შარაძის უსაფრთხოების გუნდმა იცოდა, ისინი ვერ დაიცავდნენ მას. არა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ რესურსები, არამედ იმიტომ, რომ თავად შარაძე არ სურდა დაცვა. ის სურდა კონფრონტაცია. ის სურდა ბრძოლა. და თუ ეს ბრძოლა ნიშნავდა მის სიკვდილს, მაშინ ასე იყოს. დავითი ამბობს, ჩვენ ვეცადეთ ყველაფერი. ვცვალეთ მისი მარშრუტები, ვამოწმებდით მის მანქანას, ვაკონტროლებდით ვინ შედიოდა მის ოფისში.
მაგრამ გურამი თავად არ ღვევდა ყველა უსაფრთხოების წესს. ის დადიოდა ქუჩებში მარტო, შედიოდა უცნობ შენობებში, ხვდებოდა ადამიანებს, რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცოდით. როდესაც ვეკითხებოდით, რატომ ის ამბობდა, მე არ შემიძლია ვიცხოვრო როგორც პატიმარი. თუ ისინი მინდათ მომკლან, მომკლავენ. მაგრამ მე არ შევცვლი ჩემს ცხოვრებას მათი გამო. ეს იყო შარაძის ფილოსოფია, არ მისცემ მტერს ძალა შენზე, მაშინაც კი, როდესაც ეს მტერი შეიძლება მოგკლას. და ეს ფილოსოფია იყო ერთდროულად ძალიან მამაცი და ძალიან სულელური. მაგრამ რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც შარაძეს ჰქონდა და რომელიც იყო ასე საშიში? დავითი არ ამბობს კონკრეტულად, მაგრამ ის აძლევს მინიშნებებს. გურამს ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, თუ როგორ მოძრაობდა ფული უცხოური ფონდებიდან კონკრეტულ პოლიტიკოსებთან. ჰქონდა ჩანაწერები საუბრებისას, სადაც ეს პოლიტიკოსები აღიარებდნენ, რომ იღებდნენ ინსტრუქციებს საზღვარგარეთიდან. ჰქონდა მტკიცებულებები იმისა, რომ ზოგიერთი რეფორმა, რომელიც ტარდებოდა საქართველოში, არ იყო ქართული ხელისუფლების გადაწყვეტილება, არამედ იყო დაკვეთილი გარედან. და ყველაზე მთავარი, ჰქონდა სახელები. კონკრეტული სახელები ადამიანებისა, რომლებიც დღესაც არიან ძალაუფლებაში. თუ ეს მართალია, მაშინ ნათელია, რატომ უნდა მოეკლათ შარაძე. რადგან ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება შეეძლო დაერღვია არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსების კარიერები, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემა. მაგრამ იყო თუ არა ეს ინფორმაცია რეალური? თუ ეს იყო შარაძის პარანოიდული ფანტაზიები, რომლებიც ის თვლიდა ფაქტებად? პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულია იმაზე, რა სიტყვით იმ დოკუმენტებზე, რომლებიც გაქრა შარაძის სიკვდილის შემდეგ. თუ ეს დოკუმენტები მართლაც არსებობდა და მართლაც შეიცავდა ასეთ ინფორმაციას, მაშინ მათი გაქრობა არის მტკიცებულება იმისა, რომ ვინმეს ძალიან სურდა, რომ ეს ინფორმაცია არასოდეს გამხდარიყო საჯარო. მაგრამ თუ ეს დოკუმენტები არ არსებობდა ან არ შეიცავდა არაფერ მნიშვნელოვანს, მაშინ მათი გაქრობა შეიძლება იყოს უბრალოდ ნორმალური პროცედურა, პოლიცია იღებს ყველა დოკუმენტს მკვლელობის გამოძიებისთვის და შემდეგ ისინი იკარგება ბიუროკრატიულ ლაბირინთში. ჩვენ არასოდეს გავიგებთ სიმართლეს, რადგან ეს დოკუმენტები აღარ არსებობს. ან თუ არსებობს, ისინი არიან სადღაც, სადაც ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მათ. და ეს გაურკვევლობა არის ნაწილი შარაძის მემკვიდრეობისა, ჩვენ არასოდეს ვიცოდით ზუსტად, რა იყო სიმართლე და რა იყო ფანტაზია მის ისტორიაში. მაგრამ ერთი რამ ნათელია, გურამ შარაძის სიკვდილი არ იყო უბრალოდ პირადი ტრაგედია. ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც ჰქონდა შედეგები მთელი საქართველოსთვის. მისი სიკვდილის შემდეგ მოძრაობა, ენა, მამული სარწმუნოება გაძლიერდა, მაგრამ ამავე დროს გახდა უფრო რადიკალური. ახალი ლიდერები, რომლებმაც ჩაიბარეს შარაძის მემკვიდრეობა, იყვნენ კიდევ უფრო კატეგორიული, კიდევ უფრო აგრესიული, კიდევ უფრო მზად იყვნენ გამოეყენებინათ ძალადობა თავიანთი მიზნების მისაღწევად. და ეს რადიკალიზაცია გამოიწვია რეაქცია, ხელისუფლება გახდა უფრო რეპრესიული, სამოქალაქო საზოგადოება გახდა უფრო დაყოფილი, პოლიტიკური დისკურსი გახდა უფრო ტოქსიკური. და ყველაფერი ეს გრძელდება დღემდე. დღესაც საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ იმავე რამეს, რასაც შარაძე ამბობდა, რომ ქვეყანა იღუპება უცხოური გავლენისგან, რომ ტრადიციები ნადგურდება, რომ ეროვნული იდენტობა იკარგება. და არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის პარანოია, რომ ეს არის ქსენოფობია, რომ ეს არის წინააღმდეგობა პროგრესისა. და ეს ორი ჯგუფი ვერ ესაუბრებიან ერთმანეთს, ვერ ესმით ერთმანეთი, ვერ პოულობენ საერთო ენას. და ეს არის შარაძის ნამდვილი მემკვიდრეობა, არა მისი იდეები, არა მისი ბრძოლა, არამედ ის გაყოფა, რომელიც მან დატოვა უკან. მაგრამ შეიძლება ეს გაყოფა არ იყო შარაძის შექმნილი, შეიძლება ის უბრალოდ გამოავლინა ის, რაც უკვე არსებობდა. შეიძლება საქართველო ყოველთვის იყო გაყოფილი ამ ორ ხედვას შორის, ერთი, რომელიც სურს ინტეგრაცია დასავლურ სამყაროში და მეორე, რომელიც სურს შენარჩუნდეს ტრადიციული იდენტობა. შეიძლება შარაძე იყო უბრალოდ ხმა ამ მეორე ჯგუფისა, ხმა იმ ადამიანებისა, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათ კარგავდნენ რაღაცას მნიშვნელოვანს. და თუ ეს მართალია, მაშინ შარაძის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია, ეს არის ისტორია მთელი საზოგადოების ნაწილისა, რომელიც ცდილობს იბრძოლოს იმისთვის, რაც მიიჩნევს სწორად, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი სამყარო მიდის სხვა მიმართულებით. და ეს ბრძოლა, ეს წინააღმდეგობა, ეს უარი კომპრომისზე, ეს არის ის, რაც ხდის შარაძის ისტორიას ასე აქტუალურს დღეს. რადგან ეს არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება ყოველ დღე, ყოველ საუბარში, ყოველ დებატში იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს საქართველო და სად უნდა მიდიოდეს ეს ქვეყანა. და ეს გვიბიძგებს ბოლო კითხვისკენ, იყო თუ არა გურამ შარაძე გმირი თუ ფანატიკოსი? პასუხი, როგორც ყოველთვის, დამოკიდებულია იმაზე, ვის გკითხავთ.
მაგრამ შესაძლოა სწორი კითხვა არ არის გმირი თუ ფანატიკოსი, არამედ რატომ ჩვენ ვცდილობთ ადამიანები მოვათავსოთ ამ ორ კატეგორიაში, შესაძლოა გურამ შარაძე იყო უბრალოდ ადამიანი თავისი სიძლიერეებით და სისუსტეებით, თავისი რწმენით და თავისი შიშებით, თავისი მამაცობით და თავისი პარანოით. ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც მიიჩნევდა სწორად, მაშინაც კი, როდესაც ეს ნიშნავდა მის სიკვდილს. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი მისი ისტორიიდან. არა ის, რომ ის იყო მართალი ან ცდებოდა, არამედ ის, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც არ ეშინოდა იბრძოლა იმისთვის, რასაც სჯეროდა. და ამ ბრძოლაში, ამ უკომპრომისობაში, ამ სიმტკიცეში, ამაში არის რაღაც, რაც ღირს პატივისცემა, მიუხედავად იმისა, თანახმა ხართ თუ არა მის იდეებთან. თბილისის უნივერსიტეტის ძველ შენობაში, სადაც გურამ შარაძე ინახავდა თავის არქივს, არსებობს ოთახი, რომელზეც თანამშრომლები დღესაც ჩურჩულებენ. ოთახი ნომერი 222, რომელიც ოფიციალურად ჩაკეტილია რემონტის გამო უკვე 18 წელია. მაგრამ ის ვინც იყო იქ ბოლოს, დამლაგებელი ქალი, რომელიც მუშაობდა 2007 წლის მაისში, ამბობს, რომ იქ არაფერი საჭიროებს რემონტს. პირიქით, იქ არის რაღაც, რაც არავინ უნდა ნახოს. როდესაც შევედი იმ ოთახში პროფესორის სიკვდილის მეორე დღეს, კედლები იყო დაფარული რუკებით, იხსენებს ის. არა ჩვეულებრივი რუკები, ეს იყო რუკები თბილისის ქვეშ არსებული გვირაბების სისტემისა. ძველი საბჭოთა დროის გვირაბები, რომლებიც აშენდა ბირთვული ომის შემთხვევისთვის. გურამი აღნიშნავდა კონკრეტულ წერტილებს, სად შედიოდნენ ეს გვირაბები, სად გამოდიოდნენ, რომელი შენობები იყო დაკავშირებული. და ყველაზე საინტერესო, ის აღნიშნავდა, ვინ იყენებდა ამ გვირაბებს დღეს. ჰქონდა ჩანაწერები თარიღებისა და დროის, როდესაც ის ხედავდა ადამიანებს, რომლებიც შედიოდნენ ერთ შენობაში და გამოდიოდნენ სულ სხვა ადგილას, ბლოკების მოშორებით. ის ამბობდა, რომ ეს გვირაბები გამოიყენებოდა საიდუმლო შეხვედრებისთვის, რომლებიც არავინ უნდა ენახა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ საბჭოთა დროის საიდუმლო გვირაბებს? რატომ სჭირდებოდათ ასეთი სიფრთხილე? და ყველაზე მთავარი, რა ხდებოდა იმ შეხვედრებზე, რომლებიც იმდენად საიდუმლო იყო, რომ მონაწილეები იყენებდნენ მიწისქვეშა გვირაბებს? შარაძე ამბობდა, რომ ის იცოდა პასუხები ამ კითხვებზე. ამბობდა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები იმისა, თუ ვინ ხვდებოდა ვის რაზე საუბრობდნენ, რა გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ ბნელ გვირაბებში. მაგრამ ეს მტკიცებულებები გაქრა იმავე დღეს, როდესაც გაქრა თავად პროფესორი. და ოთახი ნომერი 222 დაიხურა სამუდამოდ. მაგრამ რატომ იყო შარაძე ასე ობსესიური ამ გვირაბებით? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ მისთვის ეს გვირაბები იყო სიმბოლო იმისა, თუ როგორ მუშაობდა რეალური ძალაუფლება საქართველოში. ოფიციალურად გადაწყვეტილებები მიიღებოდა პარლამენტში, სამთავრობო შენობებში, საჯარო შეხვედრებზე. მაგრამ შარაძე ამბობდა, რომ რეალური გადაწყვეტილებები მიიღებოდა სხვაგან, ბნელ ოთახებში, საიდუმლო შეხვედრებზე, სადაც ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყვნენ ერთად. და ეს გვირაბები იყო იდეალური ადგილი ასეთი შეხვედრებისთვის, არავინ ხედავდა ვინ შედიოდა, არავინ ხედავდა ვინ გამოდიოდა, არ არსებობდა არანაირი ჩანაწერი. სრული ანონიმურობა, სრული საიდუმლოება. და შარაძე ცდილობდა გაეშიფრა ეს საიდუმლო სამყარო. ის ატარებდა დღეებს, აკვირდებოდა კონკრეტულ შენობებს, აღნიშნავდა ვინ შედიოდა და როდის, ცდილობდა გაეგო ლოგიკა ამ მოძრაობებისა. და ის ამბობდა, რომ დაინახა რაღაც შოკის მომგვრელი, დაინახა, რომ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ იყვნენ მტრები, პირადად ხვდებოდნენ ერთმანეთს ამ გვირაბებში. დაინახა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა პარტიებს, კოორდინირებდნენ თავიანთ მოქმედებებს საიდუმლო შეხვედრებზე. დაინახა, რომ ის, რასაც ხალხი ხედავდა ტელევიზორში, დებატები, კონფლიქტები, დაპირისპირებები, ყველაფერი ეს იყო თეატრი. რეალური ძალაუფლება მუშაობდა სხვაგან, სხვა წესებით. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი, რომელსაც შარაძე აღწერდა თავის ჩანაწერებში, მოხდა 2006 წლის ოქტომბერში. ის აკვირდებოდა შენობას ძველ თბილისში, რომელიც ოფიციალურად იყო მიტოვებული, მაგრამ სადაც ის ხედავდა რეგულარულ აქტივობას ღამის საათებში. ერთ ღამეს ის დაინახა, თუ როგორ შევიდა იქ ადამიანი, რომელიც იყო მაღალი თანამდებობის პირი სამთავრობო სტრუქტურაში. 2 საათის შემდეგ იმავე შენობიდან გამოვიდა სხვა ადამიანი, რომელიც იყო ცნობილი როგორც ოპოზიციის ლიდერი. შარაძე იყო შოკირებული. როგორ შეეძლოთ ამ ორ ადამიანს, რომლებიც საჯაროდ იყვნენ მტრები, ჰქონოდათ საიდუმლო შეხვედრა? რაზე საუბრობდნენ ისინი? რა შეთანხმებები მიაღწიეს? შარაძე დაიწყო უფრო ღრმა გამოძიება. ის გაარკვია, რომ ეს შენობა ჰქონდა მფლობელობაში კერძო კომპანიას, რომელიც დაკავშირებული იყო უცხოურ ფონდთან.
გაარკვია, რომ ეს შენობა გამოიყენებოდა როგორც ნეიტრალური ტერიტორია, ადგილი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები შეეძლოთ შეხვედრა მოწინააღმდეგეების თვალისგან დამალულად. და ყველაზე მთავარი, გაარკვია, რომ ეს შეხვედრები არ იყო შემთხვევითი. ისინი იყო რეგულარული, ორგანიზებული, კოორდინირებული. არსებობდა სისტემა, არსებობდა სტრუქტურა, არსებობდა იერარქია. და ამ სისტემის სათავეში იყო ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ ჩანდნენ საჯაროდ, მაგრამ რომლებიც აკონტროლებდნენ ყველაფერს. ეს აღმოჩენა შეცვალა შარაძის მთელ მიდგომას. თუ ადრე ის ფიქრობდა, რომ იბრძოდა კონკრეტული პოლიტიკოსების ან კონკრეტული ფონდების წინააღმდეგ, ახლა ის მიხვდა, რომ იბრძოდა რაღაც ბევრად უფრო დიდის წინააღმდეგ, იბრძოდა სისტემის წინააღმდეგ, რომელიც იყო ბევრად უფრო ღრმა და ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ის წარმოიდგენდა. და ეს გააცნობიერება იყო ის, რაც გახადა მას კიდევ უფრო საშიში ძალაუფლებისთვის. რადგან ერთი საქმეა, როდესაც ადამიანი აკრიტიკებს კონკრეტულ პოლიტიკოსს ან კონკრეტულ ფონდს, ასეთი კრიტიკა შეიძლება იგნორირდეს, შეიძლება დისკრედიტირდეს, შეიძლება უბრალოდ დაივიწყოს. მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც ადამიანი იწყებს საუბარს მთელი სისტემის შესახებ, იწყებს ამ სისტემის სტრუქტურის გამჟღავნებას, იწყებს იმ ადამიანების დასახელებას, რომლებიც არიან ამ სისტემის ნაწილი. ეს უკვე არის არა მხოლოდ კრიტიკა, ეს არის საფრთხე. და საფრთხეები უნდა აღმოიფხვრას. შარაძე იცოდა ამის შესახებ. ის იცოდა, რომ რაც უფრო ახლოს მიდიოდა ჭეშმარიტებასთან, მით უფრო დიდი იყო საფრთხე მისი სიცოცხლისთვის. მაგრამ ის არ შეჩერებულა. პირიქით, ის აჩქარდა. ის იწყებდა ყოველ დღეს უფრო და უფრო მეტის გამჟღავნებას, უფრო და უფრო მეტი სახელის დასახელებას, უფრო და უფრო მეტი დეტალის გაზიარებას. ის იყო როგორც ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მისი დრო იწურებოდა და ცდილობდა ეთქვა ყველაფერი, რაც უნდა ეთქვა, სანამ ძალიან გვიან არ იქნებოდა. და მართლაც ძალიან გვიან გახდა 2007 წლის მაისის 21 დღეს. მაგრამ ის, რაც მოხდა იმ დღეს მელიქიშვილის გამზირზე, არ იყო უბრალოდ მკვლელობა. ეს იყო გზავნილი ყველასთვის, ვინც ფიქრობდა, რომ შეეძლო გამოეწვია სისტემა. გზავნილი იყო ნათელი, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ რამდენიც გინდათ, შეგიძლიათ აკრიტიკოთ რამდენიც გინდათ, მაგრამ თუ მიხვალთ ძალიან შორს, თუ დაიწყებთ რეალური საიდუმლოებების გამჟღავნებას, თუ დაიწყებთ რეალური სახელების დასახელებას, მაშინ თქვენ გახდებით პრობლემა. და პრობლემები აღმოიფხვრება. ეს არის ის, რაც ხდის შარაძის ისტორიას ასე საშიშს დღესაც. რადგან ეს ისტორია გვიჩვენებს, რომ არსებობს ზღვარი იმას შორის, თუ რა შეგიძლია თქვა და რა არა. და ეს ზღვარი არ არის ოფიციალური, არ არის დაწერილი კანონში, არ არის გამჟღავნებული საჯაროდ. მაგრამ ის არსებობს. და ყველა, ვინც მუშაობს პოლიტიკაში, ვინც მუშაობს მედიაში, ვინც მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებაში, ყველა იცის ეს ზღვარი. იციან, რომ არის თემები, რომლებზეც უკეთესია არ ისაუბრო. არის სახელები, რომლებიც უკეთესია არ დაასახელო. არის კავშირები, რომლებიც უკეთესია არ გამოავლინო. და ეს თვითცენზურა, ეს შიში, ეს სიჩუმე, ეს არის შარაძის ნამდვილი მემკვიდრეობა. არა მისი იდეები, არა მისი ბრძოლა, არამედ ის გაკვეთილი, რომელიც ყველა მისწავლა მისი სიკვდილიდან, თუ არ გინდა, რომ დაგემართოს ის, რაც დაემართა შარაძეს, უკეთესია იყო ფრთხილი იმაში, რასაც ამბობ. მაგრამ იყო თუ არა ეს გაკვეთილი ის, რასაც შარაძე სურდა დაეტოვებინა. თუ ჰკითხავთ მის მიმდევრებს, ისინი გეტყვიან, არა. ისინი გეტყვიან, რომ შარაძე სურდა საპირისპიროს, სურდა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ შიში, შეწყვიტონ სიჩუმე, დაიწყონ საუბარი იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს. სურდა, რომ მისი სიკვდილი არ ყოფილიყო გაფრთხილება, არამედ ყოფილიყო შთაგონება იმისა, რომ ღირს იბრძოლა ჭეშმარიტებისთვის, მიუხედავად საფრთხისა. მაგრამ რეალობა არის ის, რომ ადამიანები არ არიან გმირები. ადამიანებს აქვთ ოჯახები, აქვთ სამსახური, აქვთ ცხოვრება, რომელიც არ სურთ დაკარგონ. და როდესაც ისინი ხედავენ, რაც მოხდა შარაძეს, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, უკეთესია იყო ცოცხალი და ჩუმი, ვიდრე იყო მკვდარი და მართალი. და ეს არის ტრაგედია, არა მხოლოდ შარაძის პირადი ტრაგედია, არამედ მთელი საზოგადოების ტრაგედია. რადგან საზოგადოება, სადაც ადამიანები ეშინიათ ჭეშმარიტების თქმისა, არის საზოგადოება, რომელიც კარგავს თავის სულს. და შესაძლოა ეს არის ის, რაზეც შარაძე აფრთხილებდა, არა მხოლოდ უცხოური გავლენის შესახებ, არა მხოლოდ ტრადიციების და კარგვის შესახებ, არამედ იმის შესახებ, რომ ჩვენ ვკარგავთ უნარს ვიხოთ თავისუფლები, ვიხოთ გულწრფელები, ვიხოთ მამაცები. და თუ ეს მართალია, მაშინ შარაძის ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია წარსულის შესახებ, ეს არის გაფრთხილება მომავლის შესახებ.
უსაფრთხოების სამსახურის არქივში, რომელიც გაიხსნა 2021 წელს, იპოვეს საქაღალდე, რომელსაც ჰქონდა კოდი U0544-ის საქაღალდე იმდენად საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ საქაღალდეში იყო ინფორმაცია გურამ შარაძის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია, რომელიც არასოდეს არ გახდა საჯარო მის სიცოცხლეში. დოკუმენტები აჩვენებდა, რომ პროფესორი იტანჯებოდა მძიმე ჰიპერტენზიით ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ მისი გული იყო სუსტი, რომ ექიმები აფრთხილებდნენ მას, თუ არ შეამცირებს სტრესს, შენი ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდება. მაგრამ შარაძე უგულებელყოფდა ყველა რჩევას. ის განაგრძობდა მუშაობას 18 საათი დღეში, განაგრძობდა მონაწილეობას აქციებში, განაგრძობდა ცხოვრებას მუდმივ ძაბვაში. და მისი სხეული იხდიდა ფასს. სამედიცინო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში შარაძე იღებდა ძლიერ მედიკამენტებს გულისთვის, მედიკამენტებს წნევისთვის, მედიკამენტებს ძილისთვის. ის იყო ადამიანი, რომლის სხეული ნელ-ნელა ინგრეოდა, მაგრამ რომელიც არ აჩერებდა. და ყველაზე შოკისმომგვრელი დეტალი, ბოლო სამედიცინო ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 2 კვირით ადრე, ვიდრე მკვლელობას, სადაც ექიმი წერს, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. გულის შეტევის რისკი ძალიან მაღალია. რეკომენდირებულია დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია. პაციენტმა უარი თქვა, რომ აქვს მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უნდა დაასრულოს. რა იყო ეს საქმე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შარაძე მზად იყო გარისკა თავისი სიცოცხლით? რატომ უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე, როდესაც ექიმები აფრთხილებდნენ, რომ მისი გული შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩერებულიყო? და ყველაზე მთავარი, იცოდა თუ არა ის, რომ მისი სხეული უკვე აღარ უძლებდა და სწორედ ამიტომ ჩქარობდა დაესრულებინა ის, რასაც აკეთებდა? პასუხი ამ კითხვებზე მდგომარეობს იმაში, რომ გურამ შარაძე ბოლო თვეებში იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მისი დრო იწურებოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ემუქრებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ მისი საკუთარი სხეული ემუქრებოდა. და ეს ორმაგი საფრთხე, გარედან და შიგნიდან, აძლევდა მას განსაკუთრებულ სასწრაფეს. ის იყო როგორც ადამიანი, რომელიც მიდის ბრძოლაში, იცის, რომ შეიძლება არ დაბრუნდეს და ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, სანამ ძალიან გვიან არ არის. და ეს სასწრაფე ჩანდა ყველაფერში, მისი გამოსვლები გახდა უფრო პასიონალური, მისი ბრალდებები გახდა უფრო კონკრეტული, მისი მუქარები გახდა უფრო პირდაპირი. ის აღარ ფარავდა თავის სიტყვებს დიპლომატიურ ფორმულებში, აღარ ცდილობდა იყოს პოლიტიკურად კორექტული. ის უბრალოდ ამბობდა ის, რასაც ფიქრობდა, უწოდებდა სახელებს, აკეთებდა ბრალდებებს. და ეს გახადა მას კიდევ უფრო საშიში, რადგან ადამიანი, რომელსაც აღარ აქვს რაიმე დასაკარგი, არის ყველაზე საშიში ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი მოხდა 2007 წლის აპრილში, როდესაც შარაძე გამოვიდა პარლამენტის წინ და გააკეთა განცხადება, რომელიც შოკში ჩააგდო ყველა. ის თქვა, რომ ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებდა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები იღებდნენ ინსტრუქციებს უცხოური სპეცსამსახურებისგან. თქვა, რომ ჰქონდა ჩანაწერები საუბრებისას, სადაც ეს პოლიტიკოსები აღიარებდნენ, რომ მათი გადაწყვეტილებები არ იყო დამოუკიდებელი. თქვა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები იმისა, რომ ზოგიერთი რეფორმა, რომელიც ტარდებოდა საქართველოში, არ იყო საქართველოს ინტერესებში, არამედ იყო უცხოური ინტერესების სერვისში. და ყველაზე მთავარი, ის დაასახელა კონკრეტული სახელები. არა ზოგადი ბრალდებების სისტემის ან ელიტის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ბრალდებები. ეს იყო მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა. რადგან ერთი საქმეა, როდესაც ადამიანი საუბრობს კონსპირაციებზე ზოგად ფორმაში, ასეთი საუბარი შეიძლება იგნორირდეს როგორც პარანოია. მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც ადამიანი იწყებს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ბრალდებას, ეს უკვე არის პირდაპირი გამოწვევა. და გამოწვევებს პასუხი ეძლევა. პასუხი მოვიდა სწრაფად. მეორე დღეს ყველა მედია იწყებს შარაძის დისკრედიტაციას. ამბობენ, რომ ის არის ფსიქიკურად ავად, რომ მისი ბრალდებები არის ბოდვა, რომ ის არ აქვს არანაირი მტკიცებულება. ამბობენ, რომ ის არის საშიში ფანატიკოსი, რომელიც ცდილობს დაანგრიოს დემოკრატია. ამბობენ, რომ ის არის უცხოური აგენტი, პარადოქსულად, ბრალდებენ მას სწორედ იმაში, რასაც ის ბრალდებდა სხვებს. და ეს კამპანია მუშაობს. საზოგადოების ნაწილი, რომელიც ადრე უჭერდა მხარს შარაძეს, იწყებს ეჭვის შეტანას. იწყებენ ფიქრს, შესაძლოა მართლაც არის ის ავად. შესაძლოა მართლაც არის მისი ბრალდებები უსაფუძვლო? შესაძლოა ჩვენ ვწდებოდით მასში? და ეს ეჭვი არის ის, რაც სჭირდება ძალაუფლებას. რადგან როდესაც ადამიანი კარგავს საზოგადოების მხარდაჭერას, ის კარგავს თავის ძალას. და როდესაც ის კარგავს თავის ძალას, ის ხდება მოწყვლადი.
და სწორედ ამ მოწყვლადობის მომენტში ხდება ის, რაც ხდება 2007 წლის მაისის 21 დღეს. მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხშირად იგნორირებულია: შარაძის ფიზიკური მდგომარეობა იმ ბოლო დღეებში. მოწმეები, რომლებმაც ნახეს ის ბოლო კვირაში, ამბობენ, რომ ის გამოიყურებოდა როგორც ადამიანი, რომელიც იყო ძალიან ავად. მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი ხელები კანკალებდა, მისი სუნთქვა იყო მძიმე. ის იყო ადამიანი, რომლის სხეული უკვე აღარ უძლებდა იმ ტვირთს, რომელსაც ისაკისრებდა მას. მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ის განაგრძობდა მუშაობას, განაგრძობდა საუბარს, განაგრძობდა ბრძოლას. და ეს იყო ტრაგიკული, ხედავდი ადამიანს, რომელიც ნელ-ნელა კვდებოდა, მაგრამ რომელიც არ აჩერებდა, რადგან სჯეროდა, რომ მისი მისია იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი სიცოცხლე. და ეს რწმენა, ეს თავდადება, ეს მსხვერპლი, ეს არის ის, რაც ხდის შარაძის ისტორიას ასე ძლიერს. რადგან ის არ იყო უბრალოდ პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობდა მოეპოვებინა ძალაუფლება. ის იყო ადამიანი, რომელიც მართლაც სჯეროდა იმისა, რასაც აკეთებდა და იყო მზად გადაეხადა ნებისმიერი ფასი, მათ შორის თავისი ჯანმრთელობის და საბოლოოდ თავისი სიცოცხლის ფასი. და ეს გვიბიძგებს ერთ ძალიან რთულ კითხვისკენ: იყო თუ არა ეს გმირობა თუ სისულელე? იყო თუ არა შარაძე გმირი, რომელმაც გაიღო თავისი სიცოცხლე თავისი რწმენისთვის? თუ იყო სულელი, რომელმაც გაანადგურა თავისი თავი უშედეგო ბრძოლისთვის? პასუხი, როგორც ყოველთვის, დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეხედავთ მის ისტორიას. თუ შეხედავთ და დაინახავთ ადამიანს, რომელმაც შეცვალა რაღაც, რომელმაც მიაღწია რაღაცას, რომელმაც დატოვა გრძელვადიანი გავლენა, მაშინ ის იყო გმირი. მაგრამ თუ შეხედავთ და დაინახავთ ადამიანს, რომელმაც მოკვდა ახალგაზრდა, რომელმაც ვერ მიაღწია თავის მიზნებს, რომლის იდეები დაივიწყა ან დაიკარგა, მაშინ ის იყო ტრაგიკული ფიგურა, რომელმაც გაანადგურა თავისი თავი უშედეგოდ. და ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, არის სადღაც შუაში. შარაძე იყო ორივე, იყო გმირი თავისი თავდადებისთვის, თავისი სიმტკიცისთვის, თავისი უკომპრომისობისთვის. მაგრამ ამავე დროს იყო ტრაგიკული ფიგურა, რომელმაც ვერ გაიგო, რომ ზოგჯერ კომპრომისი არ არის სისუსტე, არამედ არის სიბრძნე. რომ ზოგჯერ უკან დახევა არ არის ღალატი, არამედ არის სტრატეგია. რომ ზოგჯერ გადარჩენა არ არის დამარცხება, არამედ არის შესაძლებლობა გაგრძელდეს ბრძოლა სხვა დღეს. მაგრამ შარაძე არ იყო ადამიანი, რომელიც აკეთებდა კომპრომისებს. ის არ იყო ადამიანი, რომელიც უკან დახევდა. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ირჩევდა გადარჩენას ბრძოლის ნაცვლად. და ეს იყო ერთდროულად მისი ძალა და მისი სისუსტე. მისი ძალა, რადგან ეს უკომპრომისობა აქცევდა მას სიმბოლოდ, აქცევდა მას ადამიანად, რომელსაც ადამიანები პატივს სცემდნენ და მიჰყვებოდნენ. მაგრამ ამავე დროს მისი სისუსტე, რადგან ეს უკომპრომისობა აქცევდა მას მიზნად, აქცევდა მას ადამიანად, რომელიც იყო ძალიან საშიში ძალაუფლებისთვის და რომელიც უნდა აღმოფხრილიყო. და საბოლოოდ ეს სისუსტე გაიმარჯვა. 2007 წლის მაისის 21 დღეს მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძის სიცოცხლე დასრულდა. მაგრამ მისი ისტორია არ დასრულებულა. რადგან ისტორიები, როგორც ეს, არასოდეს სრულდება. ისინი გრძელდება, ცხოვრობენ, ვითარდებიან. და დღეს 18 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ ისტორიის ჭრდილში, რომელიც დაიწყო გურამ შარაძემ. ჯერ კიდევ ვკამათობთ იმავე კითხვებზე, ჯერ კიდევ ვებრძვით იმავე ბრძოლებს, ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს იმავე საკითხებზე. და ეს არის მისი ნამდვილი მემკვიდრეობა, არა ის, რაც ის თქვა, არამედ ის კითხვები, რომლებიც ის დატოვა უპასუხოდ. წარმოიდგინეთ ვალიზას სავსეძველი დოკუმენტებით, ფოტოებით, ჩანაწერებით, ვალიზა, რომელიც გურამ შარაძემ ინახავდა თავის სახლში, ვალიზა, რომელზეც ის ამბობდა, ეს არის ჩემი სიცოცხლის დაზღვევა. ამ ვალიზაში მისი ახლობლების თქმით იყო ყველაფერი, ყველა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა მის ბრალდებებს, ყველა ფოტო, რომელიც აჩვენებდა საიდუმლო შეხვედრებს, ყველა ჩანაწერი, რომელიც ამხელდა კორუფციას. შარაძე ამბობდა, რომ თუ მას რამე მოხდებოდა, ეს ვალიზა უნდა გადაეცა კონკრეტულ ადამიანს, რომელიც გამოაქვეყნებდა ყველაფერს. მაგრამ როდესაც შარაძე მოკლეს, ეს ვალიზა გაქრა. პოლიცია ამბობს, რომ ისინი არასოდეს არ იპოვეს ასეთ ვალიზას. შარაძის ახლობლები ამბობენ, რომ ვალიზა იყო მის საძინებელში, მაგიდის ქვეშ და გაქრა იმავე ღამეს, როდესაც მოხდა მკვლელობა. ვინ წაიღო ეს ვალიზა? სად არის ის ახლა? და ყველაზე მთავარი, რა იყო იმ დოკუმენტებში, რომლებიც იმდენად საშიში იყო, რომ ვინმე სჭირდებოდა მათი გაქრობა იმავე ღამეს. ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, მაგრამ ისინი გვიჩვენებენ რაღაცას მნიშვნელოვანს. შარაძის სიკვდილი არ იყო უბრალოდ მკვლელობა, ეს იყო ოპერაცია. ოპერაცია, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ ადამიანის მოკლას, არამედ ყველა მტკიცებულების განადგურებას, რომელიც მას ჰქონდა.
და ეს ოპერაცია იყო წარმატებული დღეს, 18 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით რა იყო იმ ვალიზაში, არ ვიცით რა მტკიცებულებები ჰქონდა შარაძეს, არ ვიცით რა ჭეშმარიტება დაიკარგა იმ ღამეს. მაგრამ იყო ერთი დოკუმენტი, რომელიც გადარჩა, დოკუმენტი, რომელიც შარაძემ მისცა თავის ადვოკატს ერთი კვირით ადრე, ვიდრე მკვლელობას. ეს იყო წერილი დალუქული კონვერტში, რომელზეც წერდა გასახსნელია მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში. ადვოკატმა შეინახა ეს კონვერტი და გახსნა ის მხოლოდ 2021 წელს, როდესაც გადაწყვიტა, რომ საკმარისი დრო გავიდა და უსაფრთხო იყო ამის გაკეთება. კონვერტში იყო 5 გვერდი დაწერილი ხელით, სადაც შარაძე აღწერდა თავის შიშებს, თავის აღმოჩენებს, თავის ვარაუდებს იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ შეიძლება სურდეს მისი მოკლა. და ბოლო აბზაცში ის წერდა რაღაცას, რაც ცვლის ყველაფერს, თუ თქვენ კითხულობთ ამ წერილს, ეს ნიშნავს, რომ მე უკვე აღარ ვარ ცოცხალი. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოახერხეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გაიმარჯვეს. რადგან ჭეშმარიტება არ კვდება ადამიანებთან ერთად. ჭეშმარიტება რჩება, ელოდება, ეძებს გზას გამოსავლისკენ. და ერთ დღეს, შესაძლოა არა დღეს, შესაძლოა არა ხვალ, მაგრამ ერთ დღეს ჭეშმარიტება გამოვა. და როდესაც ეს მოხდება, ადამიანები გაიგებენ, რომ მე არ ვცდებოდი. გაიგებენ, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობდი, იყო სიმართლე. გაიგებენ, რომ ჩემი სიკვდილი არ იყო უბრალოდ პირადი შურისძიება, არამედ იყო პოლიტიკური აქტი. და იმედი მაქვს, რომ როდესაც ისინი გაიგებენ ამას, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომელიც მე დავიწყე. ეს წერილი არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც გადარჩა შარაძის არქივიდან. ყველაფერი დანარჩენი, ყველა დოკუმენტი, ყველა ფოტო, ყველა ჩანაწერი გაქრა. და ეს გაქრობა არის ნაწილი იმ დიდი საიდუმლოებისა, რომელიც გარშემორტყმულია შარაძის ისტორიას. რადგან ჩვენ არასოდეს გავიგებთ, რა მტკიცებულებები ჰქონდა მას, რამდენად სერიოზული იყო მისი ბრალდებები, რამდენად რეალური იყო ის საფრთხე, რომელზეც ის საუბრობდა. ყველაფერი, რაც გვაქვს, არის მისი სიტყვები, მისი ბრალდებები, მისი ვარაუდები. მაგრამ არ გვაქვს მტკიცებულებები. და ამ მტკიცებულებების არარსებობა ტოვებს ადგილს ეჩვისთვის იმის შესახებ, იყო თუ არა შარაძე მართალია ან იყო უბრალოდ პარანოიდული ადამიანი, რომელიც ხედავდა კონსპირაციებს იქ, სადაც ისინი არ იყო. და ეს ეჩვი არის ის, რაც ძალაუფლებას სჭირდებოდა, რადგან როდესაც არ არის მტკიცებულებები, ადამიანები იწყებენ ეჩვს. და როდესაც ისინი იწყებენ ეჩვს, ისინი წყვეტენ რწმენას. და როდესაც ისინი წყვეტენ რწმენას, ბრძოლა სრულდება. მაგრამ დასრულდა თუ არა ბრძოლა? თუ დაუბრუნდებით დღევანდელ საქართველოს, ჩვენ დავინახავთ, რომ ბევრი რამ, რაზეც შარაძე საუბრობდა, ჯერ კიდევ არის აქტუალური. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ უცხოური ფონდები ახდენენ ძალიან დიდ გავლენას საქართველოზე. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ტრადიციული ღირებულებები იკარგება. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეროვნული იდენტობა საფრთხეშია. და ეს ადამიანები ხშირად იყენებენ შარაძის სახელს, იყენებენ მის მაგალითს, იყენებენ მის ისტორიას, როგორც შთაგონებას. მაგრამ ამავე დროს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შიშები არის გადაჭარბებული, რომ ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო, რომ ეს ბრძოლა არის ბრძოლა ქიმერების წინააღმდეგ. და ეს ორი ჯგუფი ვერ პოულობენ საერთო ენას, ვერ ესმით ერთმანეთი, ვერ აღიარებენ ერთმანეთის პოზიციას. და ეს გაყოფა, ეს პოლარიზაცია, ეს უნარობა დიალოგისა, ეს ყველაფერი არის შარაძის მემკვიდრეობის ნაწილი. არა იმიტომ, რომ ის შექმნა ეს გაყოფა, არამედ იმიტომ, რომ ის გამოავლინა, ის გააძლიერა, ის გახადა ის უფრო ხილვადი. და ეს გვიბიძგებს ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვან კითხვისკენ, რა უნდა ვისწავლოთ შარაძის ისტორიიდან. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეხედავთ მის ისტორიას. თუ შეხედავთ და დაინახავთ გმირს, რომელმაც იბრძოლა ჭეშმარიტებისთვის და გაიღო თავისი სიცოცხლე ამ ბრძოლისთვის, მაშინ გაკვეთილი არის ის, რომ ღირს იბრძოლა იმისთვის, რასაც გჯერა, მიუხედავად საფრთხისა. მაგრამ თუ შეხედავთ და დაინახავთ ტრაგიკულ ფიგურას, რომელმაც გაანადგურა თავისი თავი უშედეგო ბრძოლისთვის, მაშინ გაკვეთილი არის ის, რომ ზოგჯერ უკომპრომისობა არ არის ძალა, არამედ არის სისუსტე. ან შესაძლოა გაკვეთილი არის სხვა, შესაძლოა გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილად იმაში, რასაც ვსჯერთ. უნდა ვიყოთ უფრო კრიტიკულები იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც ვიღებთ. უნდა ვიყოთ უფრო ღიები სხვადასხვა პერსპექტივების მიმართ. რადგან როდესაც ჩვენ ხვდებით ძალიან დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენ ვართ მართლები და ყველა სხვა ცდება, ჩვენ ხვდებით საშიშები საკუთარი თავისთვის და საშიშები სხვებისთვის. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ ისტორია არ არის შავი და თეთრი. ადამიანები არ არიან გმირები ან ბოროტმოქმედები, ისინი არიან რთული, წინააღმდეგობრივი, მრავალშრიანი.
გურამ შარაძე არ იყო უბრალოდ გმირი, რომელიც იბრძოდა ჭეშმარიტებისთვის. ის არც იყო უბრალოდ ფანატიკოსი, რომელიც ხედავდა მტრებს ყველგან. ის იყო ადამიანი თავისი სიძლიერეებით და სისუსტეებით, თავისი რწმენით და თავისი შიშებით, თავისი მამაცობით და თავისი პარანოით. ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც მიიჩნევდა სწორად, მაშინაც კი, როდესაც ეს ნიშნავდა მის სიკვდილს. და ამ ცდაში, ამ ბრძოლაში, ამ მსხვერპლში, ამაში არის რაღაც, რაც ღირს პატივისცემა. არა იმიტომ, რომ ის იყო სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ადამიანური. არა იმიტომ, რომ ის იყო ყოველთვის მართალი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო გულწრფელი. არა იმიტომ, რომ ის გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ ის არ შეწყვიტა ბრძოლა. და დღეს, 18 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვუბრუნდებით მის ისტორიას, ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ვხედავთ. ვხედავთ გმირს თუ ფანატიკოს? ვხედავთ წინასწარმეტყველს თუ პარანოიკოს? ვხედავთ ადამიანს, რომელმაც იცოდა რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით, თუ ხედავთ ადამიანს, რომელიც ხედავდა რაღაცას, რაც არ არსებობდა? პასუხი ამ კითხვებზე არ არის მარტივი, რადგან თუ იყო მარტივი, შარაძის ისტორია არ იქნებოდა ასე მნიშვნელოვანი. მაგრამ შესაძლოა სწორი კითხვა არ არის, რას ვხედავთ შარაძეში, არამედ რას ვხედავთ საკუთარ თავში, როდესაც ვუყურებთ შარაძეს. რადგან ყოველი ადამიანი, რომელიც უყურებს მის ისტორიას, ხედავს რაღაც განსხვავებულს, ხედავს თავის საკუთარ შიშებს, თავის საკუთარ იმედებს, თავის საკუთარ რწმენას. და ეს არის ის, რაც ხდის ისტორიას ცოცხალს, არა ფაქტები, არა თარიღები, არა მოვლენები, არამედ ის, თუ როგორ ვაინტერპრეტირებთ მათ, როგორ ვიყენებთ მათ, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს მათში. და გურამ შარაძის ისტორია არის სარკე, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს, თავის შიშებს, თავის იმედებს, თავის წინააღმდეგობებს. და ეს სარკე ჯერ კიდევ არის აქ, ჯერ კიდევ გვიჩვენებს რაღაცას მნიშვნელოვანს, ჯერ კიდევ ელოდება, რომ ჩვენ შევხედოთ მას და ვიკითხოთ, ვინ ვართ ჩვენ? სად მივდივართ? და რა ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც წავიდნენ ჩვენამდე? პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გურამ შარაძის პირადი უსაფრთხოებისთვის მის ბოლო წლებში, თანახმა გახდა ისაუბროს კამერების წინაშე. ის არის ყოფილი სპეცსამსახურის ოფიცერი, რომელიც 2005 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა პროფესორის დაცვაზე, როდესაც მუქარები უკვე ყოველდღიური გახდა. მისი სახელი დარჩება ანონიმური, რადგან როგორც თავად ამბობს, დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ეს ისტორია გახმაურდეს. მაგრამ ის, რასაც ის გვიყვება, არის ისეთი დეტალები, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ. ის იხსენებს, თუ როგორ იღებდა შარაძე ანონიმურ ზარებს ღამის 2 საათზე, სადაც ხმა უბრალოდ ჩურჩულებდა, შენ მალე აღარ იქნები. ის იხსენებს, თუ როგორ ამოწმებდა პროფესორი თავის მანქანას ყოველ დილით, ეძებდა საეჭვო მოწყობილობებს ძრავის ქვეშ. ის იხსენებს, თუ როგორ ითხოვდა შარაძე, რომ არავის ეთქვა, სად იყო ის წინა საღამოს, რადგან თუ ისინი გაიგებენ, სად ვიყავი, მომკლავენ არა მხოლოდ მე, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისთანაც ხვდებოდი. ვინ იყვნენ ისინი? ეს კითხვა რჩება უპასუხოდ, მაგრამ ეს ყოფილი ოფიცერი ამბობს ერთ რამეს ნათლად, გურამ შარაძე იცოდა, რომ მას კლავდნენ. ის არ იცოდა როდის, არ იცოდა როგორ, მაგრამ იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. და მაინც არ გაჩერებულა. რატომ? რადგან როგორც თავად ამბობდა, თუ მე გავჩუმდები, ვინ ისაუბრებს? თუ მე შევჩერდები, ვინ გააგრძელებს? თუ მე შევეშინდები, რა იქნება იმ ადამიანებით, რომლებიც მე მჯერიან? ეს უკანასკნელი კითხვა იყო ის, რაც აიძულებდა შარაძეს გაეგრძელებინა, მიუხედავად ყველაფრისა. ის არ იბრძოდა მხოლოდ საკუთარი რწმენისთვის, ის იბრძოდა იმ ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ხედავდნენ მასში თავიანთ ხმას, თავიანთ იმედს, თავიანთ დამცველს. და ეს პასუხისმგებლობა, ეს ტვირთი, ეს ვალდებულება იმ ადამიანების წინაშე, ეს იყო ის, რაც არ აძლევდა მას უფლებას გაჩუმებულიყო. მაგრამ ამავე დროს ეს იყო ის, რაც აქცევდა მას კიდევ უფრო მოწყვლადს. რადგან როდესაც შენ ხარ სიმბოლო, როდესაც შენ ხარ ხმა ათასობით ადამიანისა, შენ ხდები მიზანი. და რაც უფრო დიდია შენი გავლენა, მით უფრო დიდია სურვილი, რომ შენ გაჩუმდე. ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი იხსენებს საუბარს, რომელიც ჰქონდა შარაძესთან 2007 წლის მარტში, 2 თვით ადრე, ვიდრე ის, რაც მოხდა. მე ვუთხარი მას, გურამ, შენ გაქვს შესაძლებლობა დატოვო ქვეყანა რამდენიმე თვით. წადი, დაელოდე, სანამ სიტუაცია დამშვიდდება, შემდეგ დაბრუნდი. მან უპასუხა, თუ მე წავალ, ეს იქნება ჩემი დამარცხება. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი უფრო ძლიერები არიან ვიდრე მე. და მე არ შემიძლია მივცე ეს მტკიცებულება. მე უნდა დავრჩე, მე უნდა გავაგრძელო, მე უნდა ვაჩვენო, რომ შიში არ არის ძლიერი ვიდრე ჭეშმარიტება.
მაგრამ იყო თუ არა ეს მამაცობა თუ სიბრძნის ნაკლებობა. იყო თუ არა ეს პრინციპულობა თუ სიმტკიცის ჭარბი. ეს არის კითხვები, რომლებზეც არ არსებობს მარტივი პასუხები. რადგან ერთი მხრივ შარაძის უარი გაქცევაზე იყო გმირული, ის არ მისცა შიშს გაეკონტროლებინა მისი ცხოვრება, არ მისცა მტრებს სიამოვნება, რომ ენახათ მისი უკან დახევა. მაგრამ მეორე მხრივ ეს უარი იყო ასევე ტრაგიკული, რადგან ის ნიშნავდა, რომ შარაძე ირჩევდა სიმბოლურ გამარჯვებას რეალურ გადარჩენაზე. ის ირჩევდა იყოს მკვდარი გმირი, ვიდრე ცოცხალი ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაეგრძელებინა ბრძოლა სხვა გზით, სხვა დროს, სხვა ადგილას. და ეს არჩევანი, ეს გადაწყვეტილება, ეს უკომპრომისობა, ეს იყო ის, რაც განსაზღვრავდა მის ბედს. ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი ამბობს, მე ვიცოდი, რომ ჩვენ ვკარგავდით მას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შეგვეძლო მისი დაცვა, არამედ იმიტომ, რომ თავად გურამი არ სურდა დაცვა. ის სურდა კონფრონტაცია. ის სურდა ბრძოლა. ის სურდა დაემტკიცებინა, რომ ის არ ეშინოდა. და როდესაც ადამიანი ასე ძლიერად სურს დაამტკიცოს, რომ არ ეშინია, ეს ხშირად ნიშნავს, რომ ის ძალიან ეშინია. მაგრამ ის ირჩევს არ აჩვენოს ეს შიში, ირჩევს დამალოს ის მამაცობის ფასადის უკან. და ეს ფასადი, ეს ნიღაბი, ეს როლი, რომელსაც შარაძე თამაშობდა, ეს იყო ის, რაც საბოლოოდ მოკლა მას. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად, ფსიქოლოგიურად, სულიერად. რადგან როდესაც შენ ცხოვრობ როგორც სიმბოლო, როდესაც შენ ცხოვრობ როგორც ხმა სხვა ადამიანებისა, შენ კარგავ შესაძლებლობას იყო უბრალოდ ადამიანი. კარგავ შესაძლებლობას გქონდეს შიში, გქონდეს ეჭვი, გქონდეს სისუსტე. რადგან თუ შენ აჩვენებ ამ რამეს, თუ შენ აღიარებ, რომ შენც ხარ მოწყვლადი, მაშინ ადამიანები, რომლებიც გჯერიან, დაიწყებენ ეჭვს. და როდესაც ისინი დაიწყებენ ეჭვს, შენი ძალა იკარგება. და შარაძე არ შეეძლო ამის დაშვება. ის უნდა ყოფილიყო ძლიერი, უნდა ყოფილიყო დარწმუნებული, უნდა ყოფილიყო უკომპრომისო, ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, ყველა მომენტში. და ეს მუდმივი ძაბვა, ეს მუდმივი თეატრი, ეს მუდმივი როლი, ეს იყო ის, რაც ანადგურებდა მას შიგნიდან ნელ-ნელა, დღითი დღეს, სანამ არაფერი არ დარჩა გარდა ნიღბისა. და როდესაც 2007 წლის მაისის 21 დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, ეს ნიღაბი საბოლოოდ ჩამოვარდა, რა დარჩა? დარჩა ადამიანი, უბრალოდ ადამიანი, მოწყვლადი, შეშინებული, მარტოხელა. ადამიანი, რომელმაც გაიღო თავისი სიცოცხლე იმისთვის, რასაც სჯეროდა, მაგრამ რომელიც ბოლო მომენტში, შესაძლოა, იკითხა საკუთარ თავს, ღირდა თუ არა. იყო თუ არა ეს ყველაფერი ღირებული. მოვიტანე თუ არა რაიმე ცვლილება, თუ უბრალოდ გავხდი კიდევ ერთი მსხვერპლი უსასრულო ბრძოლაში, რომელსაც არასოდეს არ ექნება გამარჯვებული. ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან შარაძე აღარ არის აქ, რომ უპასუხოს მათ. მაგრამ ჩვენ, რომლებიც დარჩით, ჩვენ უნდა ვიკითხოთ ეს კითხვები. უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს იბრძოლა? რას ნიშნავს იყო პრინციპული? რას ნიშნავს გაიღო შენი სიცოცხლე იმისთვის, რასაც გჯერა? და ყველაზე მთავარი, სად არის ზღვარი მამაცობასა და სიბრძნის ნაკლებობას შორის? უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო არქივში, რომელიც გაიხსნა მხოლოდ 2021 წელს, იპოვეს დოკუმენტი, რომელსაც ჰქონდა კოდი 0544, დოკუმენტი იმდენად საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ დოკუმენტში იყო სია 15 ადამიანისა, რომლებიც მიიჩნეოდნენ პოტენციურ საფრთხედ ეროვნული უსაფრთხოებისთვის 2005 წლიდან 2007 წლამდე. გურამ შარაძის სახელი იყო ამ სიაში ნომერ 1-ზე. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი არ იყო ის, რომ ის იყო სიაში, ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ის, რაც წერდა მის სახელის გვერდით. იქ იყო ჩანაწერი, რომელიც აღწერდა კონკრეტულ გეგმას იმისა, თუ როგორ უნდა მოხდარიყო შარაძის ნეიტრალიზაცია. და ეს გეგმა არ იყო დაწერილი 2007 წლის მაისში, როდესაც მოხდა მკვლელობა. ეს გეგმა იყო დაწერილი 2006 წლის ნოემბერში, 6 თვით ადრე. ეს ნიშნავს, რომ შარაძის სიკვდილი არ იყო სპონტანური აქტი, არ იყო პირადი შურისძიების შედეგი, არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მომზადდა თვეების განმავლობაში, რომელიც მოიცავდა რამდენიმე ადამიანს, რომელიც ჰქონდა კონკრეტული მიზანი, აღმოფხვრა ადამიანი, რომელიც გახდა ძალიან საშიში. ვინ დაწერა ეს გეგმა? ვინ დაამტკიცა ის? ვინ იყო პასუხისმგებელი მის განხორციელებაზე? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან დოკუმენტში არ არის ხელმოწერები, არ არის სახელები, არ არის არანაირი იდენტიფიკაცია. არის მხოლოდ გეგმა, ცივი, დეტალური, პროფესიონალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოკლან ადამიანი ისე, რომ ეს გამოიყურებოდეს როგორც პირადი კონფლიქტის შედეგი. ეს აღმოჩენა ცვლის ყველაფერს.
რადგან თუ შარაძის სიკვდილი იყო დაგეგმილი ოპერაცია, მაშინ ყველაფერი, რაც მოხდა იმ დღეს მელიქიშვილის გამზირზე, იყო თეატრი. პულელი, რომელიც თურმე ჰქონდა პირადი ანგარიში შარაძესთან, ის იყო მხოლოდ იარაღი, ინსტრუმენტი, ადამიანი, რომელიც გამოიყენეს იმისთვის, რომ განეხორციელებინათ გეგმა. ოფიციალური ვერსია, რომელიც ამბობდა, რომ ეს იყო კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა რამდენიმე თვით ადრე, ეს იყო ფასადი, ისტორია, რომელიც მომზადდა იმისთვის, რომ დაემალა რეალური მოტივი. და რეალური მოტივი იყო მარტივი. შარაძე იცოდა ძალიან ბევრი, ამბობდა ძალიან ბევრს, აკეთებდა ძალიან ბევრ ბრალდებას. ის გახდა პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო. და ის გადაწყდა ერთადერთი გზით, რომელიც იყო ეფექტური, ფიზიკური აღმოფხვრა. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც დაწერეს ეს გეგმა? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც განახორციელეს ის? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან ის დოკუმენტი, რომელიც იპოვეს არქივში, არ იძლევა ამ პასუხებს. ის იძლევა მხოლოდ მტკიცებულებას იმისა, რომ ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, იყო ორგანიზებული, იყო კონტროლირებადი. და ეს მტკიცებულება აჩენს ერთ ძალიან საშიშ კითხვას, თუ შარაძის სიკვდილი იყო დაგეგმილი ოპერაცია, რამდენი სხვა ადამიანის სიკვდილი იყო ასევე დაგეგმილი? რამდენი სხვა ადამიანი, რომელიც მოკლეს თურმე პირადი კონფლიქტის გამო, თურმე შემთხვევითობის გამო, თურმე უბედური შემთხვევის გამო, რამდენი მათგანი იყო სინამდვილეში მსხვერპლი ასეთივე ოპერაციებისა? და თუ ეს მართალია, მაშინ რას ნიშნავს ეს ჩვენი საზოგადოებისთვის? რას ნიშნავს ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის? რას ნიშნავს ეს ჩვენი დემოკრატიისთვის? ეს კითხვები არის ის, რაზეც არავინ არ სურს საუბარი. რადგან ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება იყოს ძალიან საშიში, ძალიან დისკომფორტული, ძალიან რთული. მაგრამ ეს კითხვები არ გაქრება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მათზე. ისინი რჩება, ელოდებიან, მოითხოვენ პასუხებს. და ერთ დღეს, შესაძლოა არა დღეს, შესაძლოა არა ხვალ, მაგრამ ერთ დღეს ეს პასუხები უნდა მოვიდეს. მაგრამ დღეს, 18 წლის შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ეს პასუხები. ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იყო პასუხისმგებელი შარაძის სიკვდილზე. ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ მოხდა ეს სწორედ იმ დროს, სწორედ იმ ადგილას, სწორედ იმ გზით. ყველაფერი, რაც გვაქვს, არის ოფიციალური ვერსია, რომელიც ამბობს, რომ ეს იყო პირადი კონფლიქტი, რომ მკვლელი დაისაჯა, რომ საქმე დახურულია. მაგრამ ეს ვერსია აღარ არის სანდო. არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმისა, რომ ის არის ტყუილი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა, რომლებზეც ეს ვერსია არ იძლევა პასუხებს. და როდესაც ოფიციალური ვერსია არ პასუხობს კითხვებს, ადამიანები იწყებენ საკუთარი ვერსიების შექმნას. იწყებენ თეორიების გამოგონებას, იწყებენ კონსპირაციების ხატვას. და ზოგიერთი ამ თეორიებიდან შეიძლება იყოს უსაფუძვლო, შეიძლება იყოს გადაჭარბებული, შეიძლება იყოს სრულიად მცდარი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს თეორიები არსებობს, ის ფაქტი, რომ ადამიანები მათ სჯერიან, ის ფაქტი, რომ ისინი გრძელდება 18 წლის შემდეგაც, ეს ყველაფერი არის სიმპტომი უფრო დიდი პრობლემისა. პრობლემა არის ნდობის ნაკლებობა. ნდობის ნაკლებობა ოფიციალურ ვერსიებში, ნდობის ნაკლებობა ხელისუფლებაში, ნდობის ნაკლებობა სისტემაში. და ეს ნდობის ნაკლებობა არის შარაძის ნამდვილი მემკვიდრეობა. არა მისი იდეები, არა მისი ბრძოლა, არა მისი მსხვერპლი, არამედ ის ეჭვი, რომელიც ის დატოვა უკან. ეჭვი იმის შესახებ, თუ ვინ მართლა აკონტროლებს ძალაუფლებას. ეჭვი იმის შესახებ, თუ რა მართლა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეჭვი იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია ენდო და ვის არა. და ეს ეჭვიანობა, ეს პარანოია, ეს არის ის, რაც ანადგურებს საზოგადოებას შიგნიდან. რადგან როდესაც ადამიანები ვერ ენდობიან ერთმანეთს, როდესაც ისინი ვერ ენდობიან თავიანთ ლიდერებს, როდესაც ისინი ვერ ენდობიან თავიანთ ინსტიტუტებს, მაშინ საზოგადოება იშლება. იშლება არა იმიტომ, რომ გარედან თავს ესხმიან, არამედ იმიტომ, რომ შიგნიდან იშლება. და ეს შიდა დაშლა, ეს შიდა ეროზია, ეს შიდა განადგურება, ეს არის ყველაზე საშიში საფრთხე ნებისმიერი საზოგადოებისთვის. და გურამ შარაძის ისტორია, მიუხედავად იმისა, სურდა თუ არა მას ეს, გახდა ნაწილი ამ პროცესისა. გახდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ეჩვობენ, ეშინიათ არ ენდობიან. მაგრამ იყო თუ არა ეს გარდაუვალი? შეეძლო თუ არა სხვანაირად ყოფილიყო? შეეძლო თუ არა შარაძეს ებრძოლა თავისი იდეებისთვის ისე, რომ არ გამხდარიყო მსხვერპლი? შეეძლო თუ არა მას მიეღწია თავისი მიზნებისთვის ისე, რომ არ დაეკარგა სიცოცხლე? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან ჩვენ არასოდეს გავიგებთ, რა შეეძლო მოხდარიყო, თუ შარაძე აირჩევდა სხვა გზას. მაგრამ ერთი რამ ნათელია, ის გზა, რომელიც მან აირჩია, იყო გზა, რომელიც მიგვიყვანდა ტრაგედიამდე.
და ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ მისი პირადი ტრაგედია, ეს არის ტრაგედია მთელი საზოგადოებისთვის, რომელმაც დაკარგა ადამიანი, რომელიც მიუხედავად ყველა მისი ნაკლისა, მაინც იყო ხმა, იყო სიმბოლო, იყო იმედი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათი ხმა არ ისმოდა. და როდესაც ეს ხმა გაჩნდა, რაღაც დაიკარგა არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ დაიკარგა რწმენა იმისა, რომ შესაძლებელია იბრძოლა და გადარჩე, შესაძლებელია ისაუბრო და არ მოგკლან, შესაძლებელია იყო პრინციპული და არ გახდე მსხვერპლი. 2007 წლის მაისის 21 დღეს, დილის 10 საათზე, გურამ შარაძე გავიდა თავისი სახლიდან ბოლოჯერ. მისი მეზობლები, რომლებმაც ნახეს ის იმ დილით, ამბობენ, რომ ის გამოიყურებოდა დაღლილი, მაგრამ დარწმუნებული. ის ატარებდა თავის ჩვეულებრივ შავ კოსტიუმს, ატარებდა თავის ძველ ჩანთას, სადაც ყოველთვის ინახავდა თავის დოკუმენტებს. ის მიდიოდა უნივერსიტეტში, სადაც უნდა ჰქონოდა შეხვედრა სტუდენტებთან. მაგრამ ის არასოდეს მივიდა იქ. რადგან გზაში მელიქიშვილის გამზირზე მოხდა ის, რაც მოხდა. მოწმეები ამბობენ, რომ ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ახალგაზრდა კაცი მივიდა შარაძესთან, რაღაც უთხრა, შარაძემ რაღაც უპასუხა და შემდეგ იყო ხმაური, იყო ქაოსი, იყო სისხლი. ადამიანები გარბოდნენ, ყვიროდნენ, ეძებდნენ დახმარებას. მაგრამ დახმარება მოვიდა ძალიან გვიან. როდესაც სასწრაფო დახმარება მივიდა, შარაძე უკვე აღარ იყო ცოცხალი. მისი გზა დასრულდა იქ, იმ ქუჩაზე, იმ დილით, იმ გზით. მაგრამ რა იყო ის, რაც უთხრა მკვლელმა შარაძეს იმ ბოლო მომენტში? რა იყო ის ბოლო სიტყვები, რომლებიც გაიცვალა მათ შორის? მოწმეები ამბობენ, რომ ისინი ვერ გაიგეს, რადგან იყო ძალიან ხმაური, იყო ძალიან ქაოსი. მაგრამ ერთი მოწმე, ქალი, რომელიც იდგა ძალიან ახლოს, ამბობს, რომ გაიგო რაღაც. ის ამბობს, რომ მკვლელმა უთხრა შარაძეს, ეს არის შენი ბრალი. შენი ცოდი რა მოხდებოდა, მაგრამ მაინც არ შეჩერებულ ხარ. და შარაძემ უპასუხა, მე არ შემეძლო შემეჩერებინა. მე უნდა მეთქვა ის, რაც უნდა ითქვა. თუ ეს ნიშნავს ჩემს სიკვდილს, მაშინ ასე იყოს. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც აჩვენებს, რომ მან იცოდა რა ხდებოდა, იცოდა რატომ ხდებოდა და მაინც არ ინანებდა. არ ინანებდა თავისი არჩევანი, არ ინანებდა თავისი გზა, არ ინანებდა თავისი ბრძოლა. და ეს არ არანება, ეს მტკიცება, ეს უკომპრომისობა ბოლო მომენტამდე, ეს არის ის, რაც ხდის მის ისტორიას ასე ძლიერს, ასე ტრაგიკულს, ასე მნიშვნელოვანს. რადგან შარაძის ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია ერთი ადამიანის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო პრინციპული სამყაროში, სადაც პრინციპები ხშირად ღირს ძალიან ძვირად. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იბრძოლა იმისთვის, რასაც გჯერა, მაშინაც კი, როდესაც ყველა გეუბნება, რომ შენ ცდები. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ხმა იმ ადამიანებისა, რომლებსაც არ აქვთ ხმა, იყო დამცველი იმ ადამიანებისა, რომლებსაც არ აქვთ დამცველი, იყო იმედი იმ ადამიანებისა, რომლებსაც არ აქვთ იმედი. და ეს როლი, ეს მისია, ეს ვალდებულება, ეს იყო ის, რაც შარაძემ აიღო თავის თავზე. არა იმიტომ, რომ ვინმე მსთხოვა მას, არამედ იმიტომ, რომ ის თავად გრძნობდა, რომ ეს იყო მისი მოვალეობა, მისი პასუხისმგებლობა, მისი ბედი. და როდესაც ის ბედი აღსრულდა იმ დილით მელიქიშვილის გამზირზე, რაღაც დასრულდა. დასრულდა არა მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლე, არამედ დასრულდა ერთი ეპოქა, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ვიღაცა ესაუბრა ხმამაღლა, ესაუბრა გულწრფელად, ესაუბრა უკომპრომისოდ. რადგან შარაძის სიკვდილის შემდეგ ბევრი ადამიანი, რომლებიც ადრე საუბრობდნენ, გაჩუმდნენ არა იმიტომ, რომ აღარ ჰქონდათ რა ითქვათ, არამედ იმიტომ, რომ ნახეს რა ხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც არ ჩუმდებიან. ნახეს, რომ სიტყვები შეიძლება ღირდეს სიცოცხლე. და ეს გაკვეთილი, ეს გაფრთხილება, ეს მესიჯი, ეს იყო ის, რაც დარჩა შარაძის სიკვდილის შემდეგ. დარჩა შიში, დარჩა სიჩუმე, დარჩა თვითცენზურა. და ეს არის ყველაზე ტრაგიკული ასპექტი მთელი ამ ისტორიისა, არა ის, რომ ერთი ადამიანი მოკვდა, არამედ ის, რომ მისი სიკვდილი გახდა მიზეზი იმისა, რომ ბევრი სხვა ადამიანი გაჩუმდა. მაგრამ გაჩუმდნენ თუ არა ყველა? თუ დაუბრუნდებით დღევანდელ საქართველოს, ჩვენ დავინახავთ, რომ არა. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ ეშინიათ. და ბევრი მათგანი იყენებს შარაძის სახელს, იყენებს მის მაგალითს, იყენებს მის ისტორიას, როგორც შთაგონებას. ისინი ამბობენ, თუ გურამ შარაძეს არ ეშინოდა, მაშინ ჩვენც არ უნდა გვეშინოდეს. თუ ის არ გაჩუმებულა, მაშინ ჩვენც არ უნდა გავჩუნდეთ. თუ ის იბრძოდა ბოლომდე, მაშინ ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ.
და ეს არის შარაძის ნამდვილი მემკვიდრეობა, არა მისი იდეები, რომლებიც შეიძლება იყოს სადავო, არა მისი მეთოდები, რომლებიც შეიძლება იყოს საკამათო, არამედ მისი მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია იყო პრინციპული, შესაძლებელია იბრძოლო, შესაძლებელია არ შეეშინდე, მაშინაც კი, როდესაც ეს ნიშნავს უდიდეს მსხვერპლს. რა მოხდა შარაძის სიკვდილის შემდეგ? მისი მოძრაობა ენა, მამული სარწმუნოება არ გაქრა. პირიქით ის გაძლიერდა რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, მოითხოვეს სამართლიანობა, მოითხოვეს რეალური გამოძიება. მაგრამ ნელ-ნელა ეს ენერგია დაიწყო ქრობა. ადამიანები დაიღალნენ ბრძოლით, რომელსაც არ ჰქონდა შედეგი. ახალი ლიდერები, რომლებმაც სცადეს შარაძის ადგილის დაკავება, ვერ შეძლეს იმ ავტორიტეტის მოპოვება, რაც ჰქონდა მას. და ნელ-ნელა მოძრაობა დაიშალა მცირე ჯგუფებად, რომლებიც ერთმანეთთან კამათობდნენ იმაზე, თუ რა იყო შარაძის ნამდვილი მემკვიდრეობა და როგორ უნდა გაგრძელებულიყო მისი საქმე. დღეს 18 წლის შემდეგ ეს მოძრაობა აღარ არსებობს იმ ფორმით, როგორც არსებობდა შარაძის დროს. მაგრამ მისი იდეები, მისი შიშები, მისი ბრალდებები, ყველაფერი ეს ჯერ კიდევ ცოცხალია. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ იმავე რამეს, რასაც შარაძე ამბობდა. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან იმავე ბრძოლებს, რომლებსაც ის იბრძოდა. მკვლელი, რომელმაც მოკლა შარაძე და ისაჯა. მას მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა. მაგრამ ბევრი ადამიანი არ სჯერა, რომ ის იყო რეალური ორგანიზატორი. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის იყო მხოლოდ იარაღი, რომელიც გამოიყენეს სხვა ადამიანებმა. მაგრამ ვინ იყვნენ ეს სხვა ადამიანები? ეს კითხვა რჩება უპასუხოდ. ოფიციალური გამოძიება დასრულდა, საქმე დაიხურა და ჭეშმარიტება, თუ ის არსებობს, დარჩა დამალული. და ეს დამალული ჭეშმარიტება არის ის, რაც აგრძელებს ცხოვრებას კონსპირაციულ თეორიებში, ჩურჩულებში, ეჭვებში. არის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი იციან, ვინ იყო რეალური ორგანიზატორები. მაგრამ ისინი არ საუბრობენ ხმამაღლა, რადგან ეშინიათ იმავე ბედისა, რაც დაემართა შარაძეს. საქართველო, რომელიც დარჩა შარაძის სიკვდილის შემდეგ, არის ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ეძებს თავის გზას. ეძებს ბალანსს ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის, ეძებს ბალანსს ეროვნულ იდენტობასა და გლობალურ ინტეგრაციას შორის, ეძებს ბალანსს წარსულსა და მომავალს შორის. და ამ ძიებაში შარაძის ისტორია რჩება აქტუალური. რადგან ის წარმოადგენს ერთ მხარეს ამ დებატისა, მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რაც გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ ის, ვინც ვართ, უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველაფერს, რაც ცდილობს ჩვენს შეცვლას. მაგრამ არის სხვა მხარეც, მხარე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ, უნდა შევიცვალოთ, უნდა ვიყოთ ღია ახალი იდეებისადმი, ახალი გავლენებისადმი, ახალი შესაძლებლობებისადმი. და ეს ორი მხარე ჯერ კიდევ კამათობს, ჯერ კიდევ ებრძვის, ჯერ კიდევ ვერ პოულობს საერთო ენას. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის, ვინ იყო მართალი, შარაძე თუ მისი მოწინააღმდეგეები. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის, რას ვსწავლობთ ამ ისტორიიდან. რას გვიჩვენებს ეს ისტორია ჩვენს საზოგადოებაზე, ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს არჩევანებზე? და პასუხი, შესაძლოა არის ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ, რომ ყოველი არჩევანი აქვს შედეგები. არჩევანი იბრძოლო ან გაჩუნდე, არჩევანი იყო პრინციპული ან პრაგმატული, არჩევანი გარისკო ან იყო უსაფრთხოდ, ყოველი ამ არჩევანისა აქვს ფასი. და ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა გადავწყვიტოთ, რა ფას ვართ მზად გადავიხადოთ იმისთვის, რასაც ვსჯერთ. გურამ შარაძე გადაიხადა უმაღლესი ფასი. ის გაიღო თავისი სიცოცხლე იმისთვის, რასაც სჯეროდა. იყო თუ არა ეს ღირებული? ეს არის კითხვა, რომელზეც თითოეული ადამიანი თავად უნდა უპასუხოს. მაგრამ ერთი რამ უდავოა, მისი ისტორია არ დაივიწყება. ის რჩება როგორც შეხსენება იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ეშინიათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ჩუმდებიან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაიღონ ყველაფერი იმისთვის, რასაც სჯერიან. და ეს შეხსენება, ეს მაგალითი, ეს ისტორია, ეს არის ის, რაც რჩება ჩვენთან, როგორც საზოგადოებასთან, როგორც ერთთან, როგორც ქვეყანასთან. და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც რჩება, არის არა ის, იყო თუ არა შარაძე გმირი თუ ფანატიკოსი. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის, რას ვაკეთებთ ჩვენ, რომლებიც დავრჩით? გავაგრძელებთ თუ არა იმ ბრძოლას, რომელიც მან დაიწყო? ვისწავლით თუ არა იმ გაკვეთილებს, რომლებიც მისი ცხოვრება და სიკვდილი გვასწავლის? ვიპოვით თუ არა გზას, რომ ვიყოთ პრინციპულები, მაგრამ არა ფანატიკოსები, ვიყოთ მამაცები, მაგრამ არა უგუნურები, ვიყოთ ერთგულები ჩვენი ღირებულებებისადმი, მაგრამ არა დახურულები ახალი იდეებისადმი.
ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა ვიპოვოთ პასუხები. და ამ პასუხების ძიებაში გურამ შარაძის ისტორია რჩება როგორც სახელმძღვანელო, არა როგორც ინსტრუქცია იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, არამედ როგორც შეხსენება იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ გარკვეულ არჩევანებს. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად ახსოვთ ჯერ კიდევ გურამ შარაძე. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება ისტორიის იდოლების შესახებ.